მე გახლავართ თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი გახლავართ, უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობა მიკავია, გეშტალტ თერაპევტი ვარ, ევროპაში აკრედიტებული და სერტიფიცირებული და მაქვს როგორც კერძო პრაქტიკა, ასევე საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ვარ თეორიის და მეთოდოლოგიის ტრენერი. ასევე ვარ სუპერვიზორი, ასევე ევროპული ცენზი მაქვს როგორც სუპერვიზორს და ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა, როდესაც განვიხილავ რთულ შემთხვევებს ჩემ სუპერვიზანტებთან ერთად. უკვე 1 წელია ვარ ევროპაში გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე. შარშან ამირჩიეს და ძალიან საპასუხისმგებლო და დიდი საქმე მაქვს. ზოგჯერ ხუმრობ ხოლმე, რომ ევროპელებს, ესე იგი, კიდევ უფრო დახვეწილ ეთიკურ პრინციპებს ვთავაზობთ მე და ჩემი კომიტეტი რეალობიდან, სადაც ეთიკა სანატრელი გვაქვს, ჩვენს რეალობას გულისხმობ და აი ესეთი პარადოქსები ხდება, მაგრამ გეშტალტ თერაპია არის პარადოქსული ცვლილებების თეორიის, ასე ვთქვათ, განმავითარებელი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომელიც სხვა შორის აზროვნების აკადემიის იდეა იყო, რომ ჩვენ ეს თემა შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. ვინაიდან ყველა ცოცხალი ორგანიზმის მამოძრავებელი იმპულსი, ბიძგი, ეს არის მოთხოვნილება, ცოცხალი ორგანიზმი მოთხოვნილების მიხედვით, ასე ვთქვათ, მოქმედებს და მოძრაობს. მოთხოვნილების გარეშე არ არსებობს სიცოცხლე. მოთხოვნილება არ აქვს მხოლოდ უსულო არსებას და რა ვიცი, გარდაცვლილ ადამიანს, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მაინც როგორც სიცოცხლის პოლარობა რო დავინახოთ, როგორ არის სიცოცხლე და გარდაცვალება, ამ სიცოცხლის ყოველ შემთხვევაში ფიზიკური სიცოცხლის დასასრული, იქ უკვე ფიზიკური მოთხოვნილებები არ არსებობს და ამიტომ აი მოთხოვნილებას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ძალიან ადამიანური ცნებაა. გადაწყვეტილებებს არ იღებს არც ერთი ცოცხალი არსება გარდა ადამიანის. იმიტომ რომ ყველა დანარჩენი, რაც არ უნდა მაღალგანვითარებული იყოს ორგანიზმი ადამიანის გარდა, მაინც ინსტინქტებთან არის, ასე ვთქვათ, შეკავშირებული იმგვარად, რომ ინსტინქტებით იმართება მათი, ასე ვთქვათ, მოქმედებები, მათი ქცევა. მხოლოდ ადამიანი არის ის, რომელსაც შეუძლია აწონ-დაწონოს და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მოთხოვნილებებთან და ზოგჯერ მოთხოვნილებებთან დაპირისპირებულ ღირებულებებთან მიმართებაში. ამაზე ძალიან სიღრმისეულად გვექნება საუბარი. გესმით ალბათ, რომ მოთხოვნილება არის აი შინაგანი მინდას განცდა, რომელსაც ასევე დეტალურად შევეხებით და ღირებულებები ვახსენე. ღირებულებები ყოველთვის არ არის თანხვედრაში მინდასთან. ჩვენ გეშტალტში მარტივად უწოდებთ ამ განსხვავებისთვის, ვხმარობთ ესეთ მარტივ სიტყვებს, მინდა და უნდა, ხო? უნდა მაინც ის შინაგანი მოთხოვნა არის. ნახეთ, აი ტერმინოლოგიაში ჩვენ განვასხვავებთ, მაინც ძალიან ვცდილობთ ზუსტად მოვარგოთ სიტყვები. ფსიქოლოგია ის მეცნიერებაა, სადაც მართლაც სიტყვას ყველაზე დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს ფსიქოთერაპიაში და პირველად იყო სიტყვა აქ, მე მგონი, რა ვიცი, ლიტერატურაშიც ალბათ და პოეზიაში, მაგრამ ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპიაში სიტყვა არის გადამწყვეტი. ამიტომ ზუსტი ცნებების მორგებას ვცდილობთ, ვინაიდან რასაც ვარქმევთ სახელს, ხო, ამა თუ იმ საკითხს, ამა თუ იმ აქტუალურ რეალობაში არსებულ აქტუალობას, იმის მიხედვით ვრეაგირებთ ჩვენ და იმის მიხედვით აღვიქვამთ სამყაროს, როგორც აი კატეგორიზაციას ვახდენთ. რა კატეგორიაშია ესა თუ ის სტიმული, ესა თუ ის საკითხი, რომელიც ჩვენს წინაშე როგორც აქტუალობა დგას. ესე იგი, ნახეთ, ჩვენ რო ყველაზე მარტივ ესე იგი თემაზე რო ავიღოთ მაგალითი, როდესაც ჩვენ
გვაქვს ორგანიზმში წყლის დეფიციტი, იმიტომ რომ აორთქლდა ეს და გადამუშავდა, ხო? მეტაბოლიზმმა გადაამუშავა სითხე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ხო? როგორც კი ორგანიზმი განიცდის ამ დეფიციტს, ჩდება წყლის მიღების მოთხოვნილება, ხომ? საკვები, რომელსაც მიიღებს ორგანიზმი, რაღაც დროის განმავლობაში მონელება გადამუშავების პროცესი მიდის და მერე 4-5 საათში ეს გადამუშავების პროცესი დასრულდება და გაჩნდება იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ენერგიის წყარო, რაც არის ჩვენი ორგანიზმისთვის და გაჩნდება საკვები ნივთიერებების დეფიციტი, გაჩნდება ყდების მოთხოვნილება, ხომ? აი ასეთი ციკლი ამ სიტყვას ახლა შემოვიტან თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვნად ყურადღების მისაპყრობად. ასეთი, ასე ვთქვათ, ციკლიურობით ხასიათდება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის ყველაზე გონიერი ცოცხალი არსებით. ყოველ შემთხვევაში ამ გალაქტიკაში ესე ვიტყოდი, ცოცხალი გონიერი ორგანიზმის ადამიანის ფუნქციონირება. ესე იგი, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილებისთვის ორიენტირებული ქმედებები. ანუ ეს მოთხოვნილება რეალურად არის ენერგია. სხვათა შორის თუ დაკვირვები ხართ, როცა განიცდება და თუ სხეულთან კარგი კონტაქტია, როდესაც განიცდება, მინდა რაღაცა შინაგანი ენერგია მოდის. განსაკუთრებით დააკვირდით, აი ამ სფეროში, ნახეთ, მუცლის არიდან იწყებს აღმასვლას ენერგიის ტალღა და დიაფრაგმის არეში განიცდება კარგად, ეს მინდა როგორც ენერგია, იმპულსი, რომელიც თითქოს ბიძგს აძლევს ორგანიზმს იმისთვის, რომ გადადგას ნაბიჯები საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. და სიცოცხლის ციკლი შეიძლება მოთხოვნილების დაკმაყოფილების ციკლზე დავიყვანოთ და აი ვთხოვე ამისთვის დაფა ამას სქემატურად შემოგთავაზებთ. ჩნდება მოთხოვნილება. ეს მოთხოვნილება უნდა შეიგრძნოს ორგანიზმმა, ადამიანმა, ანუ ცნობიერებაში უნდა შემოვიდეს ეს, უნდა აღიქვას ადამიანმა იმის შესახებ იმ სიგნალის აღქმა უნდა მოხდეს, რომ გაჩნდა მოთხოვნილება. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მოთხოვნილებას, რატო ვამბობთ იცით ადამიანი? ცხოველთან ეგ საკითხი არ დგას. ჩვენ ხშირად გონება გვიბლოკავს მოთხოვნილებებს და მე ამაზე მექნება თქვენთან მსჯელობა. დაგეგმილი მაქვს ასე, რომ ამ საკითხს მივაქციოთ ყურადღება. ცხოველებთან ძალიან ბუნებრივად ხდება. გაჩნდა დეფიციტი, აღიძრა მოთხოვნილება, ეს პირდაპირ შემოდის შეგრძნებაში და ძალიან ბუნებრივად და ავთენტურად ვიტყოდი, ხდება ორგანიზმის მოძრაობა, მოქმედება ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ადამიანთან რთულად გვაქვს საქმე. საერთოდ ძალიან რთული მოცემულობა გვაქვს ჩვენ და როგორც წესი საქმეს გონება გვირთულებს, ხომ? უცნაური ის არის, რომ ერთის მხრივ ადამიანის ესე იგი გონება არის ის გვირგვინი, რომელიც პირდაპირ ვთქვათ ცნობიერების გვირგვინია, რომელიც განგვარჩევს და მართლაც აღმატებულ პრიორიტეტულ მდგომარეობაში გვამყოფებს სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენი გონებით კეთდება ძალიან ბევრი საქმე და ცივილიზაცია და წინსვლა და განვითარება სწორედ ჩვენი გონების, ასე ვთქვათ, განვითარების პროდუქტია. მაგრამ გეშტალტში ყველა მოვლენა ორპოლუსიანია. როგორც ფიზიკაში გვაქვს პლუს და მინუს პოლუსები, ასე გვაქვს გეშტალტშიც ჩვენ ორპოლუსიანია. და საერთოდ სამყარო არის დიქოტომიური, სამყარო ასეა მოწყობილი, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, ხო, დღე-ნათელი, კეთილი ბოროტი, თეთრი შავი, დღე და ღამე,
აი სულ ორპოლუსიანობა. და რატო ვამბობ, ნებისმიერ მოვლენას აქვს თავისი ორი პოლუსი. და გონება შეიძლება ემსახურებოდეს ამ გაგებით თუ ამ თვალსაზრისით, ამ დიქოტომიური პრინციპით თუ შევხედეთ, არის კეთილი გონება და არის ბოროტი გონება, ხო? აი ეს ვალენტობა პლუს მინუსის აქაც კარგად იჩენს თავს და რატო ვამბობ? იმიტომ რომ გონებამ შეიძლება ჩვენ ძალიან დიდი სარგებელი მოგვიტანოს თუ ამას ესე იგი თუ ჩვენ აი ამ რესურს სარგებლისკენ მივმართავთ, აი აქ არის ჩვენი თავისუფალი ნება, არჩევანი, ну, ზოგჯერ არაცნობიერია ეს ჩვენი მოქმედებები, ასე რომ იყოს ყველაფერი მხოლოდ არჩევანზე, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ მაინც ადამიანი ვინაიდან ის არის გონიერი ცოცხალი არსება, არჩევანის თავისუფლების მქონეა. თვითონ ჩვენგანს გვაქვს ეს პასუხისმგებლობა, ვინაიდან არჩევანი პირდაპირ ტოლობის ნიშნით პასუხისმგებლობასთან არის, ესე იგი გატოლებული, ვინაიდან რასაც ჩვენ გადავწყვიტავთ, ეს ის არის, რასაც ჩვენ ასე ვთქვათ, დავთესავთ და შემდეგ ამ დათესილის მიხედვით ვიმკით. როცა ჩვენ ვთესავთ შეცდომებს, იმ შეცდომებს მოაქვთ მცდარი შედეგები, ხო? აი ესეთი მიზეზშედეგობრივი, ჯერ ამას ვეტყვი, მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ჩვენს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები მაინც ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ეხება. და თუ ჩვენ მცდარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ანუ ისეთ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ, რომლებიც პირდაპირ არის, ასე ვთქვათ, გზა და ბილიკი შემდგომში უარყოფითი შედეგების მომკვისკენ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის ჩვენთვის ზოგჯერ ასეც არის, ხომ, საზიანო. და არის კიდევ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები. სიტყვაში ნახეთ, ქართულ სიტყვებში არის ესეთი ორფუძიანი სიტყვები გვაქვს, სადაც ორი სიტყვის ფუძეა. მიზანშეწონილი. ამ სიტყვაში ერთად იწერება, იმიტომ ერთი სიტყვა, მაგრამ პირდაპირ ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს მიზნები, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ ვწონით. რა გადავწყვიტოთ? როგორი ნება აღვასრულოთ ჩვენი. იმიტომ რომ ხშირად მოთხოვნილებები სხვათა შორის შეიძლება ერთმანეთის საპირისპიროც იყოს, მაგრამ როცა მე მოთხოვნილებას ვახსენებ, აუცილებლად უნდა განვასხვაო მოთხოვნილება და სურვილი ერთმანეთისგან. შემთხვევით არ მოვიყვანე მაგალითები აი ფიზიოლოგიური სფეროდან, რომ აი მოთხოვნილებას ფსიქოლოგიაში უფრო ფიზიოლოგიურ ესე იგი საჭიროებებს უკავშირებთ ჩვენ. ეს არის ვიტალური სფერო, სასიცოცხლო სფერო. ეს არის კვება გამრავლებასთან დაკავშირებული საჭიროებები, რომლებსაც ვგრძნობთ როგორც მოთხოვნილებებს. აღვიქვამთ ამას, ხო? განცდაში გვეძლევა, შევიგრძნობთ ფიზიკურად. და კიდევ ჩვენ მხოლოდ პურით ერთით არ ვართ ამ სამყაროში, ხო? ჩვენ გვაქვს კიდევ სურვილები. და ეს სურვილები არ არის ესეთი სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე. მაგალითად ადამიანს, რომელსაც მატერიალურად სულ უფრო და უფრო მყარი მდგომარეობა აქვს, უჩნდება სურვილები ასეთი, რომ მქონდეს თვითმფრინავი ან ვერთმფრენი, ან მქონდეს, ვთქვათ, გემი, ან იახტა. ეხლა მოდით ვთქვათ, არის ეს სასიცოცხლო აუცილებლობა? არის ეს მოთხოვნილება იახტის და თვითმფრინავის გარეშე ადამიანი იცხოვრებს, იცოცხლებს და სხვა შორის ბედნიერიც შეიძლება იყოს, მაგრამ ჩნდება სურვილი. და მე ამ ხრივ არანაირად შეფასებითად არ ვსაუბრობ ამაზე. ადამიანი მოწოდებულია, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილოს და მოთხოვნილებები და სურვილები ამ გაგებით, როგორც პირადი საჭიროებები, ინდივიდუალური, რომელიც უნიკალურია. ყველას აქვს თავისი. და აი გეშტალტ თერაპია არის ეგზისტენციალურ ჰუმანისტური მიმართულების მოდალობა.
და როცა ვამბობთ ჰუმანისტურ ეგზისტენციალურს, აუცილებლად ეგზისტენციალიზმთან ფენომენოლოგია უნდა ვახსენოთ და სწორედ ფენომენოლოგია აღიქვამს ადამიანს როგორც უნიკალურს, თითოეულ ადამიანს და ჩვენი აღქმა და ჩვენი დამოკიდებულება რეალობის მიმართ არის ერთადერთი რეალობა და ჭეშმარიტება. ანუ სწორი მოთხოვნილება, სწორი სურვილი ეს სასაცილოა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ადამიანისთვის ფენომენოლოგიურად არის ღირებული, საჭირო, ნიშნულოვანი, სასურველი ვიტყოდი, ეს ის არის, რაც ჩვენ უნდა მივიღოთ და პატივი უნდა მივაგოთ ამას, მინიმუმ. და ეს არის ყველაზე რთული ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ როცა ადამიანების სურვილები და მოთხოვნილებები არ ემთხვევა ერთმანეთს, აქ იწყება გაუგებრობა და კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ გეშტალტში გვაქვს ესეთი ეგრედ წოდებული ლოცვა. ფრიც პერლსი იყო ფუძემდებელი, გერმანული წარმოშობის, ებრაული წარმოშობის, გერმანიიდან ფსიქიატრი იყო, მაგრამ ფსიქოანალიზში იყო, თავიდან სხეულზე ორიენტირებულ მიმართულებასაც დაეუფლა ვილჰელმ რაიხთან, ვინც ახლა ფსიქოლოგიაში მეტნაკლებად გარკვეული ხართ, ეს ის სახელებია, კლასიკოსები არიან, რაიხი სხეულზე ორიენტირებული მიდგომის ფუძემდებელია, ფროიდიდან წამოვიდა ყველაფერი, რაც ფსიქოთერაპიაშია, მათ შორის ის მოდალობებიც, რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებულ თეორია მეთოდოლოგიას გვთავაზობს. ამიტომ აი ამ წიაღიდან მოდიოდა ფრედერიკ ფრიც პერლსი, რომელიც მერე ნიუ-იორკში გადასახლდა, გასაგებია იმ პერიოდში, როდესაც უკვე ანტისემიტური განწყობების უფევდა გერმანიაში, ხომ? და აი ნიუ-იორკში დააფუძნეს მან და მისმა მეუღლე ლორა პერლსმა ნიუ-იორკის გეშტალტ ინსტიტუტი, მერე თვითონ მარტო ფრიცმა დააფუძნა ესალენში და ესეთი აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროები და თავისი ხელწერა და სტილი და ძალიან საინტერესო მიდგომები მოგცა აი ამ ერთი წიაღიდან გამოსულმა ორმა ადამიანმა და რატო ვამბობ ამას და რატო ვუსვამ ხაზს, რომ აი ფრიც პერლსმა შემოგთავაზა ეგრეთ წოდებული, რა თქმა უნდა, ეპატაჟური ფიგურა იყო ძალიან საინტერესო, ესეთი გეშტალტ ლოცვა. სხვა შორის მოთხოვნილებებთან პირდაპირ კავშირშია, როგორც ყველაფერი. მე ვარ მე და შენ ხარ შენ. მე ჩემსას ვაკეთებ. შენ აკეთებ შენსას. რატო? იმიტომ რომ იგულისხმება ფრჩხილებში ალბათ გულისებს მიღმა, რომ ყველას თავის მოთხოვნილებები აქვს, ხო? მე ჩემსას ვაკეთებ, შენ აკეთებ შენსას. მე იმისთვის არ დავბადებულ ვარ, რომ შენი მოლოდინები გავამართლო და არც შენ ხარ ამ ქვეყანაზე მოვლენილი, ამ ქვეყნად მოვლენილი, ახლა ჩემი თავისუფალი თარგმანია ეს, რა თქმა უნდა, რომ ჩემი მოთხოვნილები გაამართლო. მე ჩემსას ვაკეთებ, შენ აკეთებ შენსას, თუ ჩვენ როდისმე გადავიკვეთეთ, ეს შესანიშნავია, როდესაც ჩვენი მოლოდინები გადაიკვეთება, ხო? თუ არა, ამას ვერაფერს უშველით. იმიტომ რომ მე ვარ მე და შენ ხარ შენ. და ეს ფენომენოლოგია აქ არის, რომ ყველა ორგანიზმს მართლა თავისი აქვს. ზოგიერთს აქვს მოთხოვნილება 22 გრადუსზე თბილად ჩაიცვას, იმიტომ რომ მისი შეგრძნებების სხეულებრივი კარნახობს მას თბილად ჩაცმის საჭიროებას. და ზოგიერთისთვის 22 გრადუსზე მაგრად ცხელა და ის პირიქით განიცდის მოთხოვნილებას, რომ გათავისუფლდეს ზედმეტი ტანისამოსისგან, შეიძლება უფრო მეტი ჟანგბადის მოთხოვნილება უჩნდება და უფრო გრილი ჰაერის ჩასუნთქვის. აი ასე. და ასეთი განსხვავებული მოთხოვნილებები არა მხოლოდ სხვადასხვა ადამიანებს ვგულისხმობ, არანათესაურ კავშირში მყოფ ადამიანებს აქვთ, არამედ ერთ ოჯახის წევრებს, რომლებსაც ქართულ ენაში ჩვენ უწოდებთ სისხლს და ხორცს, ხო?
დედას სრულიად განსხვავებული შეგრძნებები და მოთხოვნილებები შეიძლება ჰქონდეს ვიდრე მის მცირეწლოვან შვილს. დედას შეიძლება სულ სხვა საკვების მოთხოვნილება ჰქონდეს ვიდრე მის პირმშოს. და სად არის პრობლემა? პრობლემა იქ არის, სადაც აპრიორი მიიჩნევა, რომ ის რაც მე მინდა, უნდა გინდოდეს შენ. მოლოდინებში. რა თქმა უნდა. და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ყველაზე დიდი, არა, ცოტა ვაუტრირებ, იმიტომ რომ უტრირება და ამპლიფიკაცია, აი, რაღაცის გაძლიერება და უფრო მეტი კუთხოვანი წახნაგებით წარმოჩენა უკეთესად აჩვენებს, ხო, კონფიგურაციას, ფიგურას თვითონ. ამიტომ ვიტყვი, რომ მოლოდინები ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. იმედი და მოლოდინი სხვადასხვა თემაა. იმედი ეს არის ოპტიმისტური განწყობა, მსოფლხედვა არის ეს, რომ ადამიანს მიაჩნია თუ არ მიაჩნია. რატო ვამბობ, რომ მსოფლხედვა არის, რომ ადამიანს საერთოდ მიაჩნია, რომ ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენ არის, თუ მიაჩნია, რომ სამყარო შავბნელია და ყველაფერი რაც ხდება, ეს იმიტომ, რომ ყოველთვის ცუდი და უარესი და უსამართლო და კატასტროფული უნდა ხდებოდეს, ხო? აი, ეხაც ორი პოლუსია. და მართლა როგორც ადამიანი არის განწყობილი და მე განწყობის თეორიის სპეციალისტი ვარ გეშტალტში განწყობიდან და ფსიქოლოგიიდან ვარ მისული. ძალიან ბევრი საერთო აქვს განწყობის თეორიას და გეშტალტ ფსიქოლოგიას თავისი არსით, იმიტომ რომ ორივე საფუძვლად ედო ერთ-ერთი საფუძვლად მდებარე თეორია ეს არის და გეშტალტს და განწყობის თეორიას ამიტომ ბევრი აქვს საერთო და პირდაპირ ვთქვათ ავსებს კიდევაც ერთმანეთს დიდწილად. განწყობის ფსიქოლოგია ზოგად ფსიქოლოგიური თეორია, ეს თერაპიული მოდალობაა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს მსოფლმხედველობაა, ეს არ არის მხოლოდ თერაპიაში გამოსაყენებელი, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრებას ცვლის და ისინი ვინც მოდიან ამ სფეროში სავლე ხდება პავლე. აბსოლუტურად იცვლება ცხოვრება, ცხოვრების ხარისხი, იმიტომ რომ აქ არის პრინციპები, რომელიც ჩვენ ერთის მხრივ გვიადვილებს ცხოვრებას და მე აუცილებლად მოთხოვნილებებთან მიმართებაში ამ პრაქტიკულ საკითხებს შევეხები და პირდაპირ მოგართმევ, თუმცა მე თქვენ უნდა განახორციელოთ ეს ყველაფერი. ზოგჯერ ილუზია გვიჩნდება, რომ რახან ვიცი, ამიტომ საკმარისია. ვიცი და მხოლოდ გონება გავმეორდები ისევ, არ არის საკმარისი. ქმნის ხშირად გონება ილუზიებს და როგორც პერლსი იტყოდა, ზედმეტად გონებას გადავნებული ადამიანი, ზედმეტად გონებით წარმართული, საერთოდ გრძნობების ატროფიის რისკის წინაშე დგება და ზედმეტად გონებით წარმართული ადამიანი ნევროტიზირდება. და ეს მართლაც ასე ხდება, არ ვიცი თქვენ რამდენად დაკვირვები ხართ ამ ამბავს, მაგრამ ემპირიული დაკვირვებითაც ეს კარგად ჩანს. მოთხოვნილება, რომელიც როგორც შინაგანი საჭიროების განცდა, განსხვავებით იმ სურვილისგან, იახტა მეყოლება თუ არა, ამით ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყოფიერება, ასე რომ ვთქვათ, ამაზე არ არის დამოკიდებული, ხო? მაგრამ აი, ვთქვათ, მოთხოვნილება იმისა, რომ ვთქვათ, მე ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, იმიტომ არ დავიყვან მხოლოდ ფიზიოლოგიაზე. აი, ჩემი მოთხოვნილება, რომ ვაკეთო ჩემი საქმე, პირდაპირ აი შინაგანი აი ესეთი შინაგანი მიზანსწრაფული ენერგიის განცდით ხასიათდება. აი პირდაპირ მაღვიძებს დილას ეს ენერგია, რომ მე ესე იგი მობილიზდე იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა განვახორციელო, მაგალითისთვის მომყავს. ნუ რო აღარა ვთქვათ ახლა იმაზე, რომ ადამიანს შიმშილი აღვიძებს და წყურვილი აღვიძებს. რატომ მომყავს ახლა ძილთან მიმართებაში? იმიტომ რომ ძილი ის კონდიციაა, როდესაც ორგანიზმი ისვენებს, ხო? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძილის პროცესს.
და აი ეს დასვენება და ენერგიის აღდგენის პროცესი სწორედ ძილს უკავშირდება და ისინი ვინც ეს ადამიანები ვინც ძილს უდიერად ეპყრობიან და აგდებულად უყურებენ მათ ჯანმრთელობის პრობლემები ეწყებათ და შეიძლება სხვა რამეებს დააკავშირონ გონებით მაგრამ სინამდვილეში ეს იქ სადაც ძილი არ არის სტაბილური და ძილის ჰიგიენა ესეთი ცნება არსებობს ხო ის სადაც ძილის ჰიგიენა არ არის სათანადო იქ ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს ჩვენ ძილის მოთხოვნილება გვაქვს და ხშირად მით უმეტეს დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მოთხოვნილება არის უგულებელყოფილი და გეშტალტ თერაპიაში აი ამ მოთხოვნილების იგნორირებას ეწოდება დეფლექსია, deflection. ეს არის, როდესაც ესე იგი ადამიანი თვალს ხუჭავს. არა შეგნებულად ეს მინდა ვთქვა, რომ ყველა დაცვითი მექანიზმი და ახლა მე ამ დაცვით მექანიზმებს მივადგები ამ მოთხოვნილების ციკლის პრიზმაში რომ განვიხილო. დაცვითი მექანიზმები, დაცვით მექანიზმებად წოდებული ესე იგი ის ჩვენი არაცნობიერი პატერნები, ჩვენი ფსიქიკური მოქმედების არაცნობიერი პატერნები სინამდვილეში არის გეშტალტში კონტაქტის წყვეტის მექანიზმები. ეხლა კონტაქტი ვახსენე და კონტაქტი არის სწორედ ის, რაც მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველმყოფელია, ანუ კონტაქტი ის ცნება არის, რომელიც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ანუ თუ ორგანიზმი არ მოდის შეხებაში, ანუ კონტაქტში მის მოთხოვნილებასთან, მაშინ ორგანიზმი ვერ გადარჩება, ის გარდაიცვლება. კვდება უბრალოდ. თუ ისევ სასიცოცხლო მოთხოვნილებებზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ ორგანიზმი ვერ მოვა კონტაქტში მისთვის საჭირო ნივთიერებებთან, რომელმაც უნდა გამოყვებოს ეს ორგანიზმი და მისი სიცოცხლის უნარიანობა უნდა უზრუნველყოს, მაშინ ეს ორგანიზმი მოკვდება. ამიტომ კონტაქტი ეს არ არის კომუნიკაციასთან გატოლებული ცნება. კომუნიკაცია აქ შედის. კონტაქტი არის ფაქტიურად სიცოცხლის პროცესი, რომელიც სწორედაც მოთხოვნილების გაჩენას, მის აღძვრას, მოთხოვნილებიდან გამომდინარე მოქმედების ციკლს, ამ მოქმედების დასრულებას და განსვლას გულისხმობს. ესე იგი, მოდით გავაკეთოთ ეს წრიულად, იმიტომ რომ წრე მთლიანობის აღნიშნელი კონფიგურაციაა, ხო? და აი ვთქვათ, რომ ეს ავიღოთ ათვლის წერტილი. აი აქ ჩდება მოთხოვნილება პირობითად. და ხდება ამ მოთხოვნილების აღძვრა, ესკალაცია, პირდაპირ იმუხტება ორგანიზმი და რაც უფრო ეს მოთხოვნილება იკრებს ძალას, მით უფრო ადამიანს უჩდება მისწრაფება იქით და სწორედ ეგ არის, რომ აკრძალული ხილი გებრიელიას ფენომენი აქ არის, რომ რაც უფრო მაგრად ეღობები მოთხოვნილებას, იქ ისეთი ძლიერი ინტენცია, ანუ ძლიერი მისწრაფებაა, რომ მით უფრო აი ძალა, წინააღმდეგობის ძალა კიდევ უფრო მატულობს. რომეო და ჯულიეტა არ ესე იგი ამ ტრაგედიით არ დაასრულებდნენ სიცოცხლეს. არის ამაზე მოსაზრება, რომ არ ყოფილიყო მონტეკის და კაპულეტის წინააღმდეგობრივი ფაქტორი. აი ამ წინააღმდეგობამ კიდევ უფრო გააძლიერა ის მოთხოვნილება ამ ორ ადამიანს შორის ერთად ყოფნის. და აი მოთხოვნილება აღიძრება, ესკალაცია ხდება აი ამ ენერგიის და უნდა ამოძრავდეს ორგანიზმი იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება, გაიაროს ეს წრე, განიმუხტოს, დაკმაყოფილდეს და მერე უნდა მოხდეს ასიმილაცია, ნიშნავს ამის შეთვისება, იმ მოთხოვნილების, დაკმაყოფილებული მოთხოვნილების შეთვისება უნდა მოხდეს.
ეს ხოთეშორის მარტო ფიზიკურ ორგანიზმზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ რომ რაღაც თუნდაც შემეცნების მოთხოვნილებით შევიმეცნებთ, დავისწავლით, მივიღებთ ინფორმაციას, მერე ის ინფორმაცია უნდა დაალაგდეს გონებაში. ჭირდება დრო, რომ დაილექოს, ასიმილირდეს. ასიმილაცია ეს ცნება ძალიან მნიშვნელოვანი ცნება, როგორც ფსიქოლოგიაში, ასევე გეშტალტ თერაპიაში. ნახეთ, აქ რო ეს მოთხოვნილება ჩნდება, თუ არ ცხადად არ იგრძნო ადამიანმა, რომ ეს გაჩნდა. ჩვენ შემოვიტანეთ გეშტალტ თერაპიის ქართული სკოლის მონაპოვარია ეს ცნება, ცხადგრძნობა, რომელიც ინგლისურენოვანი ტერმინის awareness-ის ქართული თარგმანია. იმიტომ რომ გეშტალტში awareness არ არის გაცნობიერება, მხოლოდ, იმიტომ რომ მხოლოდ გონებით მოქმედება და მხოლოდ გონებით წვდომა სრულიად არასაკმარისი რამ არის, გონება აქ არის. და ამის ქვევით რაც უფრო მაღალია ადამიანი, მით უფრო ბევრია კიდევ მისი ორგანიზმი, ვიდრე მხოლოდ გონება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფიგურალურად ვამბობ ამას, სხეული არის გადამწყვეტი და სხეულში გვაქვს ჩვენ ემოციები და შეგრძნებები, იმიტომ რომ ემოცია შეგრძნებებში ვლინდება, სხეულში პოვებს ასახვას ემოცია. ემოცია თავისთავად თუ არა სხეულებრივი შეგრძნება, თუ არა ემოციის განსხეულება შეგრძნებაში, მასე აბსტრაქტია ეს ემოცია. მოგიდეთ ხელი, აბა როგორ სად არის? შეგრძნებაში კი ნამდვილად გვეძლება მაგალითად სიხარული. როგორ გვეძლება შეგრძნებაში, რომ გული იწყებს უფრო გახშირებულ, ესე იგი, პულსაციას და სუნთქვა არის ასევე ძალიან ესეთი აჩქარებული, ხო? სიხარული. შიშის დროს რა ხდება? ეს შიში ძალიან ძლიერი ემოცია, ხო? სხეულში, სხეულში ერთი ამბავია, გაქვავება და გაშეშება მოდის. სუნთქვა ჩერდება. მუცლის არეში ერთი ამბავია იქ. სპაზმური შეგრძნებები ახასიათებს ამ შიშს. ასე რომ ყველა ემოცია სხეულშია და თუ ჩვენ სხეულით არ გავედით ჩვენი ჩვენ ემოციებთან კონტაქტზე, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. ემოციების შესახებ ფიქრი ჩვენ საქმეს არ ცვლის. ამიტომ აქ დასაწყისში მოთხოვნილება უნდა იგრძნოს. ანუ ცხადად უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია ცნობიერების პრეროგატივა ეს, იცოდეს რა ხდება მის თავს. იცოდეს რას ფიქრობს, იცოდეს რას გრძნობს. აბა, თან ფიქრობთ, თან იცით რასაც ფიქრობთ. გრძნობთ? მეტი წინააღმდეგობა უფრო მეტი იყოს ის მოთხოვნილება, რომ მივიდეს მიზანზე. იცით რა შეასაქმე, თუ ეღობება ბარიერები, ხო? რამდენადაც ძლიერია პროპორციულად, რაც უფრო ძლიერია მოთხოვნილება, მით უფრო მეტად ამ ბარიერის გადალახვისკენ ისწრაფის ბუნებრივია. თუ სუსტია ისა, ინტენსივობა ახასიათებს ჩვენ გარდა ვალენტობისა, ხო? ჩვენ ფიზიკურ კატეგორიებზე რო ჩვენ ფიზიკურ კანონზომიერებებზე რო ვისაუბრებთ, ემოციებს ვალენტობა ახასიათებთ, ვალენტობის თვისება აქვთ ესეთი პლუსი და მინუსი. დადებითი ემოციები, გასაგებია ხო, პლუსი დადებითია, მინუსი უარყოფითია. დადებითი ემოციებია ეს პლუსით აღნიშნული, რატო დადებითი? იმიტომ რომ სასიამოვნოა. ჩვენ გრძნობად ემოციურ სფეროს, ესე იგი, გამოხატავს და ახასიათებს, ხო? ეს თვისება ახასიათებს ჩვენს გრძნობად ემოციურ სფეროს. დადებითობა და უარყოფითობა, ანუ სასიამოვნობა და უსიამოვნება. ხო, ეს შეგრძნებისეულია, განცდისეულია. ჩვენ განცდები, ესე იგი, განცდას უწოდებთ უფრო პარტო კატეგორიაა და შეგრძნება ფიზიკური სხეულის, ესე იგი, განცდას აღნიშნავს და უნდა შევიგრძნოთ ფიზიკურად ეს მოთხოვნილება. იმიტომ რომ თუ ამას ვერ ვგრძნობთ, რამდენი ადამიანი იცით, რომ ამბობს, რომ მე ვერ ვგრძნობ შიმშილს. არ მაქვს შიმშილის მოთხოვნილება. მართლა არა აქვს, შეუძლებელია, ხო? უბრალოდ ვიტყოდი ესე, შეიძლება ვთქვათ, რომ ატროფირებულია თითქოს ამისი
ცხადგრძნობა არის ატროფირებული. ვერ აღიქვამს რომ შია, რომ ორგანიზმი შია არ არსებობს არ შეოდეს. იმიტომ რომ დაიცალა ის მონელება მოხდა და განილია ის ნივთიერებები და მოდის ბოლოს და ბოლოს კუჭის წვენი გამოიყოფა, ხო, ვიცით ეს ელემენტარული საკითხები ჩვენ. და ამიტომ უნდა იგრძნოს ესა. და თუ რაღაც მიზეზების გამო და მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, ამაზე ხა არ ვისაუბროთ, რადგან არ გძნობს ამას, უბრალოდ არ გძნობს, ნიშნავს ვერ აღიქვამს, ხო? და ამიტომაც არ იკვებება. და სად მიდის მერე ორგანიზმი? ანორექსია, ხო? ამის უკიდურესი გამოვლინება. ან ვერ გძნობს დანაყრებას და სად მიდის ამის მეორე პოლარობაში, ბულემიად წოდებულ დარღვევაში, ხო, აშლილობა არის ეს. ესე იგი, აი აქ ეს უნდა იგრძნოს ადამიანმა. და თუ ვერ გრძნობს, ნახეთ, ახლა შემოვიტან კონტაქტის წყვეტის მექანიზმებს, რომელიც აი გეშტალტის, რა გითხრათ, მარგალიტებია ეს ცნებები. თუ ადამიანი ვერ გრძნობს, დეფლექსირებს, deflection, ეს ნიშნავს, რომ დესენსიტიზაციას აქვს ადგილი. ესე იგი, ან უნდა გრძნობდეს, სენზიტიური უნდა იყოს, ან დესენსიტიზაციას განიცდის, სხვადასხვა მიზეზები არსებობს, როგორც მოგიყევით, და ფაქტიურად დეფლექსია როგორც კონტაქტის წყვეტის მექანიზმი უკვე აი ამ საწყის ფაზაზე, ჩვენ ფაზებად ვყოფთ ამ მოთხოვნილებას, საწყის ფაზაზეც კი უკვე კონტაქტის გაწყვეტას ახდენს. ეს არის კონტაქტამდელი, ანუ პრეკონტაქტის ფაზა. იმიტომ რომ უნდა შეეხოს, კონტაქტში უნდა შევიდეს, შეხება ქართულ ენაში მარტო ფიზიკური კატეგორია არ არის. შეეხე ამ საკითხს. შეეხე ამ აზრს, შეეხე ამ თეორიას, ხო, ეს არ ნიშნავს მაინდა-მაინც ფიზიკურ შეხებას, ხო? აი ეს არის კონტაქტი, შეხება არის. რასაც არ ვეხებით, იმასთან კონტაქტში ვერ ვართ ჩვენ და ნახეთ, თუ დეფლექსია მოხდა მოთხოვნილების, მაშ კონტაქტი არ ხდება და პრეკონტაქტის ფაზაზე, აი აქ დავაწერ, ეს არის პრეკონტაქტი, ხდება უკვე კონტაქტის წყვეტა. და მერე ბუნებრივი არაფერი აღარ ხდება, ხო? ვერ გძნობს და რა ქნას. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ კარგად და ცხადად გძნობს. და ეხლა უკვე ეს შეგრძნება ამ ენერგიის უკვე აძლევს ბიძგს, რომ აი შია ყველაზე მარტივზე ვილაპარაკებ, რომ უფრო ადვილად გასაგები იყოს და იწყებს მოქმედებას, რომ მიიღოს ეს საკვები, ხო? ესე იგი, იწყებს კონტაქტირებას, ეს არის პროცესი, კონტაქტირების პროცესი, ნახეთ. ეს პირველი იყო, ესე იგი, პრეკონტაქტი. ეხლა იწყება აქა კონტაქტირება. აი, აქ არის კონტაქტირება. Contacting ქვია ამას. აი, იწყებს ამ კონტაქტირებას. უნდა დაიწყოს უფრო სწორად ეს კონტაქტი. კაი ვარიანტი უნდა დაიწყოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაცამ შეიძლება შეუშალოს ხელი, რომ შეეხოს იმას, ანუ დაიწყოს მოქმედება, კონტაქტირება უკვე მოქმედება, რაღაცამ შეიძლება დაბლოკოს ეს მოქმედება. და რა შეიძლება ახლა ეს იყოს, აბა? არა. მაგას ქვია გეშტალტში ინტროექტი. დაუღეჭავად გადაყლაპული რაღაც საკითხებია ეს გაუაზრებლად, რომ რაღაცეებს ვითვისებთ ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ ამ ინტროექტებში ბევრი რამე არის, მაგალითად ადამიანის მოსაზრება, რომ მე ეს მაინც არ გამომივა. ან ამის გაკეთება სირცხვილია. მაგალითად შია ადამიანს და არის პრეზენტაციაზე ალაფურშეცზე და უნდა მაგრად გძნობს შიმშილს. ან დალევა უნდა იქ რაღაც ეხა ჩვენ შესვენებაზე შემოგთავაზებენ რაღაცას წყალს, ღვინოს, რაღაცას ყავას, ჩაის და რა ვიცი, ახლა მომინდება ჩემი აზრით, ხო, რომ რაღაცა უკვე გძნობს ხოჩერის წყურვილს და თქვათ რო ვთქვა ახლა, კი არ ვთქვა შიგნით რომ გაჟღერდეს, ჩვენ მაშინა განახმავრო დღეს რომ არ გააკეთე სირცხვილია რა. მე ვიგრძნობ რომ მე მინდა, მაგრამ დაიბლოკება კონტაქტი.
კონტაქტი არ განხორციელდება. აი აქ მოდის ბლოკი. მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ბლოკავს. როგორ წესი. ყველაზე მეტად სირცხვილი და სირცხვილის თემატიკას და შინაარსებს. ჩვენ გეშტალტში ინტროექტებად ვიხსენიებთ, იმიტომ რომ ჩვენ შთაგვაგონეს რომ ეს სირცხვილია. და სხვა შორის დაუღეჭავად გადავყლაპეთ ეგ კონცეფტი, რომ რაღაცა მაგალითად, რომ ერთხელ რო შემოგთავაზებენ სტუმრად, ხო არის ხა ქართულ კულტურაში ეგეთი სტერეოტიპები, რომ ერთხელ რო შემოგთავაზებენ, პირდაპირ არ უნდა მიირთვა, მეორეჯერაც უნდა, განსაკუთრებით რაღაცა დასავლეთ საქართველოში არის ეს უფრო მეტად, ხო? ვიდრე აღმოსავლეთში, ხო? ჩვენ ძალიან განსხვავებული ისინი გვაქვს კულტურალური თავისებურებები, სხვადასხვა დიალექტებს. და აი ეს ინტროექტი, რომ მეორეჯერ უნდა გითხრან და თუ კახეთშია ადამიანი მეორეჯერ აღარ ეტყვიან და დარჩება ის ფშიერი, ხო? იმიტომ რომ იქ ესეა, რომ თუ გინდა გთავაზობ და მიირთვი და თუ არ გინდა კიდე არ დაგაწალებ, ხო? ძალიან ბუნებრივია, ხო, სწორია? და ეს როგორი ინტროექტია, რომ არა ერთხელ ნათქვამი კი არა მეორეჯერ ნათქვამი და კიდე მესამეჯერ ნათქვამი და ასე შემდეგ, ხო? აი, მაგალითს გეუბნებით, როგორ შეიძლება დაიბლოკოს ეს. ერთი არის სირცხვილი და მეორე არის შიში. ოღონდ შიში არ არის ნამდვილი შიში, იმიტომ რომ ნამდვილი შიში რა არის? ახლა მგელი რო შემოხდეს აქ პანჭრიდან, ეს ჩვენი შიში იქნება ნამდვილი, რეალური. და ახლა მე თუ ვეღარ მეტყველებ, იმიტომ რომ მეფიქრება იმის შესახებ, რომ შეიძლება გარეთ მგლები შეგროვდნენ ამ იმაში, რა ქვია, ეზოში. ეს უკვე არის ნევროტული, თავად შფოთვას და შიშს განვარჩევთ ჩვენ. შიში არის ნამდვილი თავისი არსით, ეს არის რომ საფრთხეა და ორგანიზმი რომ გადარჩეს, უნდა შეეშინდეს. უნდა ან გაიქცეს, ან თავზე დაესხეს, მესამე არ არსებობს, ხო? თორე საშიშროებას ვერ გაუმკლავდება და ორგანიზმი მართლა რისკის ქვეშ იმყოფება. ანუ რეალურად ჩვენ აი ეს ინტროექტები, ყველა ინტროექტებში ჯდება, რომ მაგალითად ადამიანს უნდა რომ მანქანაზე დაჯდეს ისწავლოს საჭის მართვა და ვერ აკეთებს ამას, იმიტომ რომ საშიშია. არის თუ არა ინტროექტი? ყველაფერი საშიშია, მასე რო ავიღოთ, ხო? მაგრამ აი ეშინია რომ დაჯდა და საჭის ფლობა ისწავლოს, ეშინია და დამთავრდა. არის თუ არა ეს ზუსტად ის კონტაქტის წყვეტის მექანიზმი, რომელიც კონტაქტირების საშუალებას არ აძლევს. ანუ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ არის. არ არის. უნდა იმას რომ დაჯდეს. რო კითხვა აქვს სურვილი, მაგრამ ბლოკავს ამ სურვილს ეს შიში, ხო? ესე იგი, აქ იმისთვის რომ კონტაქტირება შედგეს, ამას ხელი არ უნდა შეუშალოს ინტროექტებმა. იმიტომ რომ კონტაქტირების წყვეტას იწვევს დაცვითი მექანიზმი, ან უпроსტად რო ვთქვათ, კონტაქტის წყვეტის მექანიზმი, ინტროექცია. თუ ეს ამბები არ აწუხებს ადამიანს და რასაც გზნობს ის თამამად იწყებს იქით კენსლას, მას კონტაქტირება დაწყებულია. ეს კონტაქტირება სულ მიდის, სანამ არ დასრულდება ესე იგი, მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სანამ არ მოხდება, მაგრამ მივარო ეგ ბოლომდე ხა აქ შევხედოთ რა ამბებია. აქ არის ესეთი რამე, რომ კონტაქტირების დროს შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს, რომ ვიღაცა მას აუგად ცუდად უყურებს. ან შეიძლება მას დარჩეს შთაბეჭდილება, ეს ყველაფერი ილუზიებია შთაბეჭდილებები, რომ მაგალითად ეხლა უკვე მოაბეზრა თავი ვიღაცას საუბრით. აი ეხლა მე ხო თქვენ აი ამ საკითხებზე გესაუბრებით და უცებ რომ გამიჩნდეს თავში აზრად, რომ საკმარისია ეხლა. მობეზდა ამ ხალხს ამდენი ლაპარაკი და გეყოფა. გაჩერდება ადამიანი ამ დროს, იმიტომ რომ ის შინაგანი ხმა მას ეუბნება, რომ მათ მობეზრდათ. მაგრამ მისი აზრია. რა თქმა უნდა, რომელსაც ქვია პროექცია დაში. ეს არის კონტაქტის წყვეტის მექანიზმი,
უკვე დაწყებული კონტაქტის დროს ნახეთ როგორ გააკეთა ესეთი ავტორია კლარკსონი რომელიც არ არის ახლა უკვე ცოცხალი ეს ქალბატონი ბრიტანეთში მოღვაწეობდა და ამან ისე დააწყო ეს რომ თითოეულ ფაზას წყვეტს კონკრეტული დაცვითი მექანიზმი და ადამიანს ეს ძალიან ეხმარება ჩვენ სტუდენტებს მაგალითად აი პირველ კურსზე ჩვენ ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში როცა პირველ კურსზე პირად თერაპიას გადიან სანამ სხვის თერაპიას დაიწყებს საკუთარ თერაპია უნდა გაიარო მინიმუმი ბევრი საათი და რა ხდება იცით მუშაობენ ეს სტუდენტები იმაზე რომ განსაზღვრონ რა არის მისი დომინანტური კონტაქტის წყვეტის მექანიზმი იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თითოეულ ჩვენგანს და ეხა ამებს რო აგიხსნით მე დასვენებაზე თან მოგცემთ დავალებას რომ აბა კარგად დააკვირდით თქვენ თავს რომელია თქვენი ყველაზე მეტად დამახასიათებელი ანუ დომინანტური დაცვითი მექანიზმი მე თან ფსიქოლოგიამ და მუსიკაში ვიყავი და მუსიკის მცოდნე ვარ პირველი განათლებით და ამიტომ ჩემთვის ეს დომინანტა ძალიან ნაცნობი კონცეპტი ცნება და კიდევ მეორეც აქვს მარტო ერთი არა აქვს როგორც წესი 1-2 გვაქვს ყველაზე ისე აქტიურად მოქმედი დაცვით კონტაქტის წყვეტის მექანიზმი და მე დავარქვი იმას მეორე სუბდომინანტური იქვე არის დომინანტის გვერდზე ქვეშ ხო ასე რომ უნდა ერთი გავარკვიოთ კარგია თვითშემეცნებისთვის და გეშტალტი თვითშემეცნების და საკუთარი ესე იგი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მოდალობაა და გავარკვეთ ერთი რომელი კონტაქტის წყვეტის მექანიზმი მახასიათებს მე ყველაზე მეტად. მეც თავის დროზე გამოვარკვიე და რისთვის იცით? როგორც კი დავინახავ, მე რაც მეხება, იმ წუთში ვხდები თავისუფალი არჩევანში. დავტოვო ეს ხელუხლებლად თუ ვეცადო, რომ შევცვალო და ვეცადო ნიშნავს შევეხო, ანუ შევიდე კონტაქტში იმასთან. მოთხოვნილება გამიჩნდება ან არ გამიჩნდება რომ შევცვალო. ამით განსხვავდებით ჩვენ. უამრავი ადამიანია რომელიც იტყვის რომ დღეს მითხრა ერთმა ჩემმა კლიენტმა რომ პირველად იყო და იცით რაო აიო მეო დავაკვირდიო რომ ეგეთი თვისება მაქვს რომ რაღაცას რომ მეუბნებიანო და მირჩევენო პირიქით ვაკეთებო. მე ვთხარი ეგ როგორ არის მეთქი რომ ესე იგი შეიძლება რაღაც ძალიან სასარგებლო რეკომენდაცია რჩევა, რაღაც მოსაზრება გითხრან და თქვენ ამას დაუპირისპირდეთ მაინც, თქო? კიო, აიო ესო, ბავშვობაშიო ძალიან მორჩილი ვიყავიო და მერე რო წამოვიზარდეო და დავაკვირდეო რომ ამის საპირისპირო რაღაცა ბუნტარულ რევოლუციური თვისებები გამიჩნდაო. მე კარგი გავიგე და კარგია რომ ამას ხედავთ მეთქი და თქვენ გინდათ რომ ესე ანუ მოგწონთ მეთქი ეს თქვენ თავში და დაფიქრ და ეტყობა არ უფიქრე აქამდე და არა ისეო არ მომწონსო მე რო ხედავთ რომ ეს თქვენ გახასიათებთ ეგრევე თავისუფალი ხართ არჩევანში რომ დატოვოთ ეს ყველაფერი როგორც არის ხელუხლებლად თუ ეცადოთ რომ რაღაცა სხვანაირად მიუდგეთ, სხვანაირად განახორციელოთ, ხო? აი აქა ვარ ჩვენ თავისუფალი არჩევანში. ჩვენი მოთხოვნილება რომ დაუპირისპირდეს, მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაუპირისპირდეს და რაღაცა კონფრონტაციაში ჩაუდგეს, იმიტომ რომ მობეზდა ეტყობა ის ყველაფერზე მორჩილება და თავისქნება. ალბათ თვითონ ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში და ეხლა ხედავს რომ ეს მეორე უკიდურესობაა, მე უკვე პოლარობა ვახსენე და პოლარობები არის ძალიან მავნე რამ. ქართულში გვაქვს ცნებები ის ზღვარგადასული, ესეთი გამოთქმა გვაქვს ყველაფერს თავის საზღვარია. აი სადაც საზღვრები არ არის და გეშტალტში საზღვრები კონტაქტის მერე საზღვრებია ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება. აი ეს საჭიროებს რეგულაციას გესმით და აი ამ როდესაც კონტაქტირების პროცესში მოდის ადამიანი, მას შეიძლება გაუჩნდეს ესეთი მექანიზმი წყვეტის. პროექცია ყველაზე ხშირად ჩვენ ისე რო იცოდეთ, ყველა ადამიანი ყველაზე ხშირად პროექციას ეწევა. ანუ მიაწერს აი პროექტორი, ხო? რომ კედელს მიაწერს იმას, რაც კომპიუტერში გადის, ხო? ესე იგი მიწერა არის, რომ საკუთარს სხვას მიაწერ. პროექცია. projection ქვია ამას, ხო? და ეს პროექცირება ჩვენ გვახასიათებს, იმიტომ რომ აი ქართულში არის გამოთქმა, რა თქმა უნდა, ქურდობა არის გულისხმება, ქურდ სხვაც ქურდი გონია.
და ჩვენ გვაქვს ეს ტენდენცია, რომ საკუთარი გადასახედიდან აღვიქვათ სხვები და ის გეშტალტის ლოცვაც მაგის პრევენციაა, რომ არ არის ეგრე რა. არავინ არ არის, გინდა თუ არა, ჩემი მოლოდინების გამართლებისთვის დაბადებული და ის თავისას აკეთებს და ეხლა მე რომ მივაწერ იმას, რომ იმიტომ გატრიალდა ეხლა რომ მე არ მოვეწონე, იმიტომ გატრიალდა რომ წასასვლელია. ხო? რას მივაწერ? ანუ პროექციები ძალიან ხშირად წყვეტს კონტაქტს. რომ ადამიანი უკვე აღარ მიდის ბოლომდე, იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ სხვა ისე და ასე. გასაგებია, ხო? თუ რაიმეს გაუგებარს გეტყვით, უნდა იმ წუთში მკითხოთ, იმიტომ რომ ჩემი სურვილია რომ მარტივად გაგიზიაროთ ეს სრულიად მართლაც ფენომენალური საკითხები, რომელიც ძალიან დამხმარეა საკუთარი თავის, მოდი ესე ვთქვათ, პიროვნული ზრდისთვის, ცვლილებების გამოწვევისთვის, თუ არ ვცდილობ რომ უკეთესობისკენ მე როგორც მომწონს იმ უკეთესობისკენ შევიცვალო. აბა ძალიან მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოსაწყენია სხვანაირად ცხოვრება. აბა ეხლა სხვის ცვლილებები არის სახალისო, რომ სხვის მოდრეკაზე მუშაობა არის, ის რაც ჩვენ ცხოვრების ხალის და ინტერესს მოგცემს. არა, ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით არის საკუთარ თავზე მუშაობა და მერე მოდის იქ ყველაფერი დანარჩენი. მოკლედ, აი აქ რო ვთქვათ, აი ამ კონტაქტირების ამბავში, აი აქ მიდის ეს, რომ აქამდე მოვიდეს და განიტვირთოს, აი აქ შემოდის პროექცია, რომელიც მიაწერინებს ადამიანს რაღაცეებს ხვებზე და გააწყვეტინებს კონტაქტს. მაგრამ თუ ესეც არ ხდება და არავის არაფერს არ მივაწერთ, მაშ უკვე დიდი ალბათობით კაი ხანია კონტაქტში ვართ, კარგა ხანია კონტაქტში ვართ ჩვენს საკონტაქტო ობიექტთან, ასე რომ ვთქვათ, და წესით უნდა უკვე და მივდივართ, ნელ-ნელა მივდივართ, რომ ვიგრძნოთ კმაყოფილება, იმიტომ რომ ესე იგი, შეიძლება უკვე ლუკმა გადაღეჭვის პროცესშია და ეხლა უნდა გადავყლაპო, რომ ვიგრძნო კმაყოფილება. ისევ სხვა შორის აი ფსიქიკური პროცესები ძალიან ადვილად გასაგებია თუ კი საჭმლის მომნელებელ, საერთოდ კბეჭა, ღეჭვა, გადაყლაპვა, მონელება ძალიან ახლოს დგას ეს ცნებები მომნელებელ სისტემასთან და კვების პროცესთან. ხო, იმიტომ არის რომ სულიერი საკვები გვაქვს, ან გონების და ინტელექტუალური საკვები, ყველაფერი საკვებია, ხო? ხო და ამიტომ ეს მაგალითები ძალიან გვეხმარება, პარალელები უпроსტად რომ ადვილად გავიგოთ. და თუ ეს პროექცია არ არის და უკვე პრინციპში უნდა მივდივართ, აი ფინალური კონტაქტი ქვია ამას, უკვე ბოლოსკენ მიდის, აქ შეიძლება ეს ფინალური კონტაქტი გაწყვიტოს ესეთმა კონტაქტის წყვეტის მექანიზმმა რეტროფლექსია. რა არის ახლა ეს რეტროფლექსია? ეს რეტროფლექსია არის რომ აი მიმართული ეს ენერგია რომ განიმუხტოს, განიტვირთოს, დაკმაყოფილება მიიღოს ორგანიზმმა თავისი მოთხოვნილების შესაბამისად, უცებ ტრიალდება შიგნით, რეტრო, უკან, ხო? რეტრო მოდა რა არის, რომ შემობრუნდა, ხო? შემობრუნება ხდება ენერგიის საკუთარ თავზე, მაგალითად. შუა აი ამ პროცესში, კონტაქტის პროცესში ადამიანი მაგალითად უკმაყოფილოა საკუთარი თავით. ან კიდევ ბრაზდება საკუთარ თავზე. ვიღაცამ შეიძლება მას რაღაც ვთქვათ დაბრკოლება შეუქმნა, ან სირთულე და ბარიერი წარმოუქმნა იმ სიტუაციაში და იმის მაგივრად რომ ეს ვექტორი მასზე მიმართოს და ვილაპარაკეთ წინააღმდეგობაზე, გადალახოს ისა. რეტროფლექსია არის კონტაქტის წყვეტა საკუთარ თავზე შემოადრელებს. მაგალითად, ვიღაც მოვა და ხელს შეუშლის და ეს ადამიანი იტყვის, რომ ოხ, მე არა ვარ საკმარისად კარგი, ესე იგი, ან ახლა ვიღაც თქვენგანმა პირობითად ვამბობ, რომელიღაცა თქვენგანმა რომ დაიწყოს აი ამ ლექციის ჩაშლა.
ხო? და ჩემი მოთხოვნილება რომ ეს ლექცია დავასრულო კარგად და წავიყვანო და დავასრულო, ხო? დაბრკოლების ფონზე მე იმის მაგრად რომ გავაჩუმო ის ადამიანი ამ ვთხოვო თუ შეიძლება რა ვიცი თუ თქვენ რაიმე თქვა საჭიროებები გაქვთ ცოტა ხანი შეგიძლიათ გახვიდეთ ან შემოდა და ამ დროს მე რომ შემოვაბრუნო ეს ენერგია რომელიც არის რომ ეს ლექცია წავიკითხო და უცებ ესეთი რამე რომ გავაკეთო რომ ესე იგი მე არა ვარ საკმარისად კარგი რახან ეს ადამიანი ხა მე ხელს მიშლის ესე იგი მე უინტერესოდ ვატარებ ამას ხო ან კიდევ იმაზე რომ გავბრაზდე და ამ დროს ჩემ თავზე გადმოვიტანო ეს ბრაზი და თვით დასჯას მივმართო რომ აი ახლა რახან ეგრეა გავბრაზდე ჩემ თავზე რომ ესე იგი ვერ გავაკეთე სათანადოდ და ფეხით წავიდე სოლოლაკში ამის გამო და ტაქსიზეც არ დავჭდე რა აი თვით დასჯები რამდენია ადამიანები თავს რატო სხვა შორის გარდატეხის ასაკში ეს თვით დაზიანების ქცევა ტიპიური რო არის რაღაცა იზიანებენ ხელებს იმას ამას აი არის ეს მოზარდობაში რომ როდესაც მათი მოთხოვნილებები ვერ კმაყოფილდება როდესაც დასრულები მათ ვერ უგებენ ან კიდევ თავიანთი თანატოლები მათ მიმართ ცუდი დამოკიდებულების მქონენი არიან რასაც ხშირად ძალადობრივად ფსიქოლოგიურად შეიძლება ის ფსიქოლოგიური ბულინგიც კი იყოს ხო ხა ისეთი ფიზიკური ბულინგი აღარ არის მე მგონი ყოველ შემთხვევაში და აი რა ხდება იცით ეს ადამიანები აი თავის აი ამ შინაგანი მოთხოვნილების როგორც ენერგიის განტვირთვას რო ვერ ახდენენ ხო აი შებრუნება ხდება რეტროფლექსირება ვერ იკმაყოფილებენ მოთხოვნილებებს და მერე ვთქვათ იზიანებენ თავს აი ეს თვით დაზიანება რეტროფლექსიის ესეთი გამოხატულება არის ძალიან მძაფრი თავისი არსით მაგალითად ბავშვებს აქვთ მოთხოვნილება რომ ოჯახში იყოს ურთიერთგაგება და ჰარმონია და როდესაც მშობლები ხოცავენ ერთმანეთს ეს ბავშვები ფრუსტრირებულები მერე თავის თავს იტკენენ ხოლმე ანუ ეს არის რომ ატკინოს იმის მაგრად რომ აი იმიტომ რომ ვერ ახერხებენ გესმით ინტერვენციას თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას როგორ აიძულონ მაგალითად ეს მშობლები რომ არ იყვირონ არ იჩხუბონ ეცადონ ერთმანეთს გაიგონ აი რანაირად გააკეთონ ესა და აი აქ როდესაც ისინი განიცდიან თავიანთი მოთხოვნილების ფრუსტრაციას, იმიტომ რომ ფრუსტრაცია ერთის მხრივ იმედგაცრუებაა, მაგრამ სინამდვილეში მოთხოვნილების ვერ დაკმაყოფილების მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ყველა აგრესია არის ფრუსტრაციაზე პასუხი. გარდა იმისა, რომ ესეთი აგრესია ხა თავდასხმაზე ეგ არის, რომ საკუთარი უსაფრთხოების მოთხოვნილება ირღვევა, ხო? და პასუხი არის აგრესიის თავდაცვის. სხვა შემთხვევაში, როცა რაღაც სურვილია, მოთხოვნილება ვერ კმაყოფილდება, აგრესია პასუხია ამაზე, რეაქცია. და თუ ეს აგრესია გარეთ არ გამოდის, მას შეტრიალდება შიგნით და აუტოაგრესიის ფორმით ვლინდება და რეტროფლექსია არის ამ ენერგიის მაგალითად უკუ საკუთარ თავზე მიმართვა, უკუ პროცესის განხორციელება ენერგიის ვექტორის უკუ გდება შიგნით, ხო? და აი ამის კიდევ ერთი მაგალითი ეს არის, რომ მოადგება ადამიანს, აი კონტაქტშია, ხო? კონტაქტი მიმდინარეობს და შეიძლება რაღაც საკითხია და სათქმელი გაჩნდება, პროტესტი გაჩნდება, უკმაყოფილება გაჩნდება, უთანხმოება გაჩნდება და იმის მაგივრად რომ თქვას და გამოხატოს და ის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს ამ ეცადოს მაინც, ხო? რომ რაღაცა შეეწინააღმდეგოს. გადაყვაპავს ამას. და რა შეგრძნება არის ამ დროს ბევრჯერ გაგეგიათ ალბათ რომ ბურთი მოადგა. ეს ბურთი არის არ გამოხატული რეტროფლექსირებული ბრაზი. რეტროფლექსირებული ბრაზი. კიდევ ერთ საინტერესო რამეს გეტყვით, ჩემი აზრით საინტერესოს. წყენა, ნაწყენი მდგომარეობა არის რეტროფლექსირებული ბრაზი. წყენა თავისთავად არ არსებობს. ჩვენ განვიცდით წყენას, როდესაც რეტროფლექსირებულია ეს ბრაზი, შებრუნებულია შიგნით. თუ რეტროფლექსია არ ხდება, მას დაკმაყოფილება დასრულდა კონტაქტი. ფინალური იყო ეს აქა და დასრულდა.
და მერე რომ დასრულდა კონტაქტი, ანუ ჩაყლაპა უკვე ლუკმა. დასრულდა კონტაქტი ობიექტთან. ეს ლუკმა ხო არის საკვები, რომელსაც დაეკონტაქტა შიმშილის დროს, გადაღეჭა, გემოგაუგო და გადაყლაპა და რო გადაყლაპა ეს საკვები, მან უნდა იგრძნოს ორგანიზმ ადამიანმა კმაყოფილება, ხო? რო ჩავიდა ეს საკვები ორგანიზმში. ბულემი არა არის, ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს კმაყოფილებას. ნახეთ როგორი რამეა ეს თუ ანორექსიის დროს მოთხოვნილება პრეკონტაქტის დროს არის დეფლექსირებული, ბულემიის დროს ფინალურ კონტაქტზე ხდება, ამას დაარქვა კლარკსონმა ეგოტიზმი. ოღონდ ეს ეგოიზმი არ არის. ეს არის ნაჭუჭში ჩაკეტვა. ნახეთ, როდესაც რაღაცა ხდება, რაც არ შეესაბამება, ანუ ძალიან იკეტება ამ დროს თავისებურად და უნიკალურად ორგანიზმი იმ გაგებით, რომ აი ხო მიიღო საკვები და უნდა იგრძნოს ეს საკვების მიღება, როგორც დაკმაყოფილება, მაგრამ ვერ გრძნობს, არ არის კმაყოფილი. ეს ფიზიოლოგიურად რო ვთქვათ, ხო, არ ეძლევა განცდაში. აბა მოდით ახლა ვისაც არ გქონიათ ხელი აციეთ. როდესაც დამთავრებულა მოქმედება და თვითუკმაყოფილება, არ არის კმაყოფილება. აი ეს ეგოტიზმი არის გაუფასურება საკუთარი მოქმედების, რომელიც ასევე ჩვენი აღზრდის პროდუქტია. პერფექციონიზმი და აი ამ მუდმივი წვერვალებისკენ პერფექციონიზმი ერთი პოლუსი არის ძალიან კარგი, ავითარებს და პროგრესისკენ ამოძრავებს ადამიანს, მაგრამ ამას აქვს მეორე პოლუსი, როგორც ყველაფერს. ეს არის რომ ხშირად ხდება სწორედ აი აქ ეგოტიზმის ფორმით დაუკმაყოფილებლობის განცდა, ეს არის გაუფასურება. სხვაჯორის იმ ბულემიაშიც ის საკვები გაუფასურებულია, კიდე მინდა და კიდე მინდა. ეს რაც მივიღე ის, მოდი ამით კმაყოფილი ვიქნები, არა, კიდე. ხდებით? ამიტომ აქ ეს ეგოტიზმი იჩენს თავს და კმაყოფილების განცდას ეღობება, როგორც კონტაქტის წყვეტის მექანიზმი. და თუ ეგოტიზმი არ არის და ადამიანი გრძნობს კმაყოფილებას, მაშინ გადადის, გამოდის კონტაქტიდან, ასიმილაცია ხდება ამ ყველაფრის, მონელება ხდება და მერე ახალი მოთხოვნილება მოდის. ეს არის ფიგურის და ფონის ურთიერთქმედება, ეს არის გეშტალტ ფსიქოლოგიიდან ჯერ კიდევ. გერმანიაში იყო ეს მიმდინარეობა, როცა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გამოიყო ფსიქოლოგია ფილოსოფიას როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება. იქ იყო ლაიფციგში პირველი ლაბორატორია ვილჰელმ ვუნტის, სადაც სხვაჯორის უზნაძე სწავლობდა, დიმიტრი უზნაძე და აი ამ პარალელურად იყო გეშტალტ ფსიქოლოგია, კურტ ლევინი, ძალიან სერიოზული გვარები არის, კოფკა, კეულერი, ვერთჰაიმერი, რომლებიც სწავლობდნენ აღქმას, როგორ აღვქვავთ ჩვენ და ეს ფონი და ფიგურა, რომ ჩვენი მოთხოვნილება ისევ და ისევ ფონიდან ჩვენ გამოგვაყოფინებს, როგორც აპარატი, ფოტოაპარატი, ახლა აი ფოტოაპარატი აქვთ აზროვნების აკადემიაში და რომ დაუმიზნებენ ობიექტს და პორტრეტს რო აკეთებ და გამოიყოფა ის და დანარჩენი უკან გადადის ბუნდოვანია, ხო, ბლარს, რასაც უწოდებთ. ესე აღვიქვავთ ჩვენ ეს ფოტოაპარატის ობიექტივები ამ პრინციპზეა, რომ აი სამიზნეს ობიექტს გამოყოფს როგორც ფიგურას და დანარჩენი გადადის ფონში. ესე აღვიქვავთ ჩვენ სამყაროს და ჩვენი მოთხოვნილება არის სწორედ იმ ფიგურის ჩვენ აღქმაში, ფონიდან გამოყოფის საფუძველი და სტიმული. მე არ ვახსენე ჯერ და ეხლა ამით უნდა დავაგვირგვინო, არის სრულიად გამაოგნებელი კონტაქტის წყვეტის მექანიზმი კონფლუენცია, რომელიც ნიშნავს შერწყმას. აი აქ მოთხოვნილების გაჩენამდე, აი აქ დავხატავ და დავწერ უფრო სწორად კონფლუენციას და რატომ აქ? იმიტომ რომ თუ ადამიანი შერწყმულია სხვასთან, ის ვერ
განასხვავებს თავის მოთხოვნილებებს სხვისი მოთხოვნილებებისგან და შესაბამისად საერთოდ არ ხდება არავინ იქ დეფლექსიამდეც არ მიდის საქმე ვინაიდან და რადგანაც შერწყმის მდგომარეობა ნიშნავს ჩემის და შენის ვერ გარჩევას რა გვაქვს ახლა ჩვენ ლექსიკაში ამისი კარგი დამადასტურებელი მაგალითები მაგალითად როდესაც ჩვენი ძალიან მზრუნველი ქართველი დედები მრავლობით რიცხვში და დიახ ჩვენ ჩავაბარეთ ჩვენ ვემზადებით ჩვენ აბიტურიენტები ვართ ხალი არ ვიცი ალბათ რა ასაკის არის და ჩვენ აბიტურიენტები ვართ ხო აი ეს ამბები ჩვენ არის ესე იგი გამოხატულება კონფლუენციის ჯანსაღი კონფლუენცია არის სექსუალური კონტაქტი როდესაც ორი ორგანიზმი გამთლიანებულია ხო მაგრამ იქ სექსუალობაშიც ციკლია ხო გაჩნდა მოთხოვნილება კონტაქტში შედის ორი სხეული შემდეგ მიდის კონტაქტირება თუ გზაში ფიქრობს მაგალითად მამაკაცი რომ მე ალბათ არ ვარ მას ალბათ არ მოსწონს ჩემთან კონტაქტი მაშინ მას ექნება ესე იგი ერექციის პრობლემა იმ წუთში იმიტომ რომ გაწყდება ეს კონტაქტი იმიტომ რომ მიაწერს იმას რომ იმას არ მოწონს ალბათ ან კიდევ რა ვიცი კი რაღაცა შუაგზაზე თუ ისა რა ქვია თვითგვემაში ჩავარდება რომ რაღაცას ისე არ აკეთებს გაწყდება ის კონტაქტი და ის დაკმაყოფილება არ მოვა მაგრამ თუ ყველაფერი ჯანმრთელად მიდის მაშინ მოდის კულმინაცია ხო კმაყოფილების განცდა მოდის და მე ეს ორი ორგანიზმი ისე უბრუნდება თავის ესე იგი ავტონომიურ ავთენტურ ბუნებრივ მდგომარეობას ეს არის ჯანსაღი ასევე ჯანსაღი კონფლუენცია ემბრიონის და დედის ორგანიზმის 9 თვიანი ასე ვთქვათ კონფლუენციური მდგომარეობა მაგრამ როგორც კი გამოეყო დაიბადა ბავშვი და ჭიპლარი გადაიჭრა ეს ფიზიკური ჭიპლარია ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრისთვის 5 წელი არის საჭირო რომ საბოლოოდ ეს სიმბიოზის რღვევა მოხდეს სეპარაციას უწოდებთ ჩვენ ამას ფსიქოლოგიაში და იქ სადაც არ ხდება ეს სეპარაცია ეს სიმბიოზი რჩება და იქ არის ეს ჩვენ და სხვა შორის მარტო ეს მშობლების ტერმინები არ არის შეიძლება შვილები ამ სიტყვებს ესე არ ხმარობენ თუმცა შეიძლება კიდევაც ამ სიტყვებს იყენებდნენ ამ ჩვენობითში მაგრამ ძალიან ხშირად აი ასეთ კონფლუენციურ გარემოში გაზრდილი შვილები ვერ არჩევენ თავის მოთხოვნილებას მშობლის მოთხოვნილებისგან მაგალითად ეს ძალიან კარგად ჩანს აბიტურიენტობის პერიოდში ჩვენ ვიკვლიეთ პანდემიამდე პერიოდში და აღმოჩნდა რომ ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობა პროფესიას ირჩევს მშობლის რეკომენდაციით ანუ მე მინდა ამ პროფესიას დაუფლება იქ არ არის ანუ ძალიან კონფლუენციური აღზრდის ფონი არის ჩვენში და ნუ ამის მეორე პოლარობა არის სრული ინდიფერენტიზმი აღზრდის სისტემაში რომელიც ხო იცით რა არის რომ აი რა თქმა უნდა ეს აღზრდის სისტემები და ოჯახის ტიპები ნაკლებია ფსიქოლოგიაში და ეს ავტორიტეტული აღზრდის სისტემა, არა ავტორიტარული, არამედ ავტორიტეტული აღზრდის სისტემა ითვლება ისე, რომ აი მშობელი ავტორიტეტია თავისი მაგალითით, თავისი დამოკიდებულებით და ძალიან დემოკრატიულია თავისი არსით ეს, რომ მიდის საუბარი, მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არის კიდე ლიბერალური აღზრდის სტილი და როდესაც ყველა მოთხოვნილება აბსოლუტურად კმაყოფილდება ამ მხრივ. ისევ მოთხოვნილებების რაკურსი არ მინდა დავკარგო მათ შორის ამ თემაზე რახან ვახსენე ხო რაღაც მაგალითი და ეს არის მინდა გითხრათ რაც ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ დაკმაყოფილების პრინციპში ციკლიურ სქემას და სურათს წარმოადგენს და არც ვეხმარებით იხდეს თვითონ რა იცით რაშია საქმე იმიტომ რომ ნახეთ ბავშვობაში ეს მოთხოვნილება თვით გამორკვევის თვით აქტუალიზაციის მოთხოვნილება ქვია ეს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ტერმინია რომ
ყველა ადამიანს აქვს შინაგანი თანდაყოლილი ტენდენცია საკუთარი ნიჭის და უნარების გამოხატვის, გამოვლენის, თვით რეალიზაციაც ამის სინონიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ და ბავშვს აქვს ეს და მშობელი ხშირად არ უწყობს ამას ხელს. იმიტომ რომ ერთის მხრივ შეიძლება ეს ინდიფერენტული აღზრდის სტილი არ შეწყობა ხელის ის არის რომ არ აძლევს საშუალებას რომ გემო გაუსინჯოს, კონტაქტში შევიდეს სხვადასხვა სფეროებთან. მეორე არის რომ თქვა ბავშვი მართლა ეძებს და ერთ სინჯავს მეორეს და ანებებს და მშობელი პანიკაშია, რომ ეს რა არის ყველაფერს შუა გზაზე ატოვებს და ამ დროს ბავშვი იკვლევს. გესმით და აი ეს გავლენები ხშირად ნეგატიურია და თქვა შეიძლება პირიქით თრგუნავდეს ამ ინტერესს. და აი ამ მოთხოვნილებას, რომ შეიცნოს თავი, ნოსტე დე იფსუმ, შეიცანი შენი თავი, ის იყო რა ქვია, ცნობილი ოიდიპოსის მითიდან არის, რომ ესე იგი, ლოზუნგი როგორ არის, ესე იგი, ეს მოწოდება დელფოსის კარიბჭეზე იყო და შემთხვევითი არ იყო, რომ შენი თავი რომ უნდა შეიცნო, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა თვით შემეცნებაა და ბავშვს აქვს ეს ტენდენცია. ნუ ბავშვს რას ნიშნავს? ადამიანს აქვს და ბავშვობიდან გვაქვს, იმიტომ რომ თანდაყოლილია ეს თვით აქტუალიზაცია, ეს ძიების პროცესია და ჩვენ რეალობაში, ნუ ბევრ რამეს არ აქვს ხელშეწყობა და მათ შორის ამას. ახლა დადგა დრო, რომ შევეხოთ გადაწყვეტილებების მიღებას, იმიტომ რომ ჩვენი ლექცია მოთხოვნილებები და გადაწყვეტილების მიღება ეს ორი საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ურთიერთმიმართებას ეხება. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს უჩნდება რაღაც სურვილი, მოთხოვნილება, მას ხშირ შემთხვევაში წარმოექმნება იქვე კონკრეტული შეიძლება ალტერნატიული ვარიანტი, ნახეთ. ესე იგი, სამოქმედო ალტერნატივა, ესე რომ ვთქვათ, ხო, რომელიც პირდაპირ მოტივების გაყოფას, ესე იგი, სხვადასხვა მოტივის წარმოქმნას გულისხმობს, რომ ერთი არის, რომ მე მინდა ეს გავაკეთო და კიდევ არის ვარიანტი, რომ სხვანაირად გავაკეთო ეს და რომელი ავირჩიო და რა გზას დავადგე, ნუ აი ეს ჩემი სამიზნესთან მისასვლელი გზა როგორ ამოვირჩიო, ხო? და აი ჩნდება განსხვავებული ვარიანტები, ალტერნატივები, რომელთაგანაც უნდა პრიორიტეტი მივანიჭო ან ერთს და ან მეორეს. გადაწყვეტილების მიღება არის ვარიანტთაგან პრიორიტეტის მინიჭების პროცესი. და ხშირად არის რომ ვთქვათ, რას ჯობს კითხვა ჩდება, ხო? აი ეს გზა ჯობს თუ ის გზა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, კონკრეტული რაღაც ერთი სურვილის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ხშირად ისეც არის, რომ ისეთი სიტუაცია იჩენს თავს და სიტუაციები არის ის, რაც აქ და ამჟამად ცვლის ჩვენ რეალობას. ხშირად არის სიტუაცია, სადაც უპირისპირდება კონკრეტული გამოწვევა, სტიმული. უპირისპირდება სურვილს. მაგალითი არის ესეთი, რომ მოვიყვან კლასიკურ მაგალითს, დიმიტრი უზნაძეს აქვს ასეთი მაგალითი, მის აი ესეთი გადაწყვეტილების მიღების აქტი აქვს ძალიან სკრუპულოზურად აღწერილი და დახასიათებული და ზისო შეიძლება თავის თავს გულისხმობდა მეცნიერი ზის და წერს სამეცნიერო ნაშრომს. ურეკავს ტელეფონი. აქ იმ მეცნიერს სურვილი აქვს, რომ ეს სამეცნიერო ნაშრომი დაწეროს, ბუნებრივია, ხო, იმიტომაც წერს. და უცბად ასეთი სიტუაცია იჩენს თავს, რომ ურეკავს ტელეფონი. ეს არის მისი მეგობარი, რომელიც მას რაღაც მისთვის ძალიან საინტერესო კინოფილმის ჩვენებაზე ეპატიჟება. გაჩნდა ასევე მეორე მოთხოვნილება, მეორე სურვილი, რომ წავიდეს ეს ადამიანი კინოფილმი ნახოს. ერთი არის, რომ უნდა რომ დაწეროს ეს, დაამთავროს, იმიტომ რომ მეცნიერია და ახლა ღირებულია მისთვის ამ შრომის დასრულება და მეორე არის, რომ მისი ძალიან ახლო მეგობარი ძალიან მაგარ ფილმზე ეპატიჟება, რომლის ნახვა ძალიან უნდა.
და თან ალბათ იმ მეგობრის ნახვაც უნდა და ასე შემდეგ, ხო? და უზნაძე წერს, რომ იწყება მოტივთა ბრძოლაო. ერთი მოტივია დაწეროს, მეორე მოტივია წავიდეს კინოში ისიამოვნოს თავის ამ მეგობართან ერთად. და იმიტომ რომ უპირისპირდება ერთმანეთს, ორივე ადგილზე ვერ იქნება ერთდროულად და ორ საქმეს ერთად ვერ გააკეთებს, ხო? აი ესეც არის, რომ ზოგჯერ საკუთარ სურვილებს რაღაც სხვა ალტერნატივა უპირისპირდება და მართლა მოტივთა ბრძოლა იწყება, რომელი ეს თუ ის. და ძალიან კარგად აღწერს, რომ ადამიანი ამ დროსო განჭვრეტს წინასწარო ორ გზას. იმიტომ რომ ჩვენ ვინაიდან ცნობიერება გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ფიზიკურ ქცევებს კი არ ვახორციელებთ, ფსიქოლოგიურ ქცევას ვახორციელებთ, ნიშნავს, რომ ჩვენს ცნობიერებაში ვმოქმედებთ, ხო? იმიტოა ფსიქოლოგიური, რომ ცნობიერებაში მიდის მოქმედება, სინამდვილეში ფიზიკურად კი არა და ეს მეცნიერი ერთის მხრივ წარმოიდგენს, რომ მიდის, ანუ ამ მოქმედებას ფსიქოლოგიურად ახორციელებს, რომ მიდის კინოში, როგორ სიამოვნებს იქ იმ ფილმის ნახვა, თავის მეგობართან საუბარი, აზრთა გაცვლა, გამოცვლა და რაღაცა მისთვის სასიამოვნო პროცესია. და ხედავს განჭრეთს, რომ დამთავრდება ეს ფილმი, დაბრუნდება სახლში, ნაშრომი დაუწერელია, ხვალ უნდა გაიტანოს ეს ნაშრომი სამეცნიერო სხდომაზე და მიდის იქ თავის წარმოსახვაში ამ სამეცნიერო სხდომაზე, შერცხვენილი ან საერთოდ ვერ მიდის, რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ ვერ აკეთებს იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ეხლა მეორე გზა არის, რომ უარს ამბობს ამ მეგობართან კინოში წასვლაზე და ირჩევს, რომ დაწეროს ეს სამეცნიერო ნაშრომი და გამოაკლდეს იმ სასიამოვნო საღამოს და დაასრულოს ის, რასაც აკეთებს და ხვალ მიდის იმ თავის კოლეგებთან თავყრილობაზე და წარადგენს ამ თავის ესე იგი ნაშრომს და აზიარებს იმას, რაც მისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია და მიდის სავარაუდოდ ეს სამეცნიერო დისკუსია და ასე შემდეგ. და აი ამ ორივე მოქმედებას თავის ცნობიერებაში ახორციელებს და გრძნობს, იცით, რა არის მისთვის ერთი და რა არის მეორე. და აქედან გამომდინარე სიტყვა გვეუბნება მიზან შეწონილ გადაწყვეტილებას იღებს და რას წონის? ღირებულებებს, მის პირად ღირებულებებს, რომელია მისთვის უფრო ღირებული, მეგობარი და კინო ამ შემთხვევაში, თუ მეცნიერება და თავის კოლეგების გარემოცვაში ამის განხილვა. და ამის მიხედვით ის აი ამ მოტივების ბრძოლა ჭიდილში იკრებს ძალას და ერთ-ერთ მათგანს მიანიჭებს უპირატესობას და უზნაძე წერს, რომ ადამიანს გონიაო, რომ მოქმედებაში გადაწყვეტილების აღსრულება არის ძნელიო და ყველაზე რთული არის მიანიჭო პრიორიტეტი, როცა ორივე გინდა. და ორივე ძლიერად გინდა, იმიტომ რომ თუ ერთი უფრო ნაკლებად გინდა, მეორე უფრო ძლიერად გინდა, იქ უფრო ადვილდება, მაგრამ როცა ხომ არის სიტუაციები, როდესაც ორივე მაგრად გინდა. აი, იქ არის ამბავი. და ყველაზე რთული არის გადაჭრა, მიანიჭო უპირატესობა ერთ-ერთ მათგანს და აი, როდესაც ხდება ამ პრიორიტეტის მინიჭება, ანუ გადაწყვეტილების მიღება. აი აქ მოდის განტვირთვა და ამოსუნთქვა. და უზნაძე წერს, რომ ალბათო გაგიჩნდებათ კითხვაო, რომ თუ ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებაო, მაშინ რატო არისო, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და არასრულებენო. ну, რა თქმა უნდა, განწყობის თეორიის პრიზმაში განიხილავს და მე ხარ მაქვს დრო ეს ლექცია არ არის, სადაც განწყობის სპეციფიკაზე უნდა გელაპარაკოთ, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით, რომ
უზნაძე ამბობს იმას, რაც არ იცის დასავლეთის ფსიქოლოგიურმა მიმართულებებმა, რომლებიც ასევე სწავლობს განწყობ, ხო არის სხვა მიმართულებებიც ამ ასე ვთქვათ ცნების შემსწავლელი, სიტუაციურ განწყობას არ იცნობს დასავლური ფსიქოლოგია. ეს მარტო ქართულმა ფსიქოლოგიამ იცის, რომ ახალი სიტუაციური განწყობა ჩნდება, სადაც სხვა პრიორიტეტი გამოვა წინა პლანზე და გადაფარავს იმ გადაწყვეტილებას, ანუ სხვა მოთხოვნილებას აღძრავს, იმიტომ რომ სიტუაციები მოქმედებს ჩვენზე. სიტუაციები ჩვენში აღძრავენ მოთხოვნილებებს და სპონტანური გადაწყვეტილებები ხდება თუ ეს ძალიან კარგი კითხვაა, ნახეთ, ჩვენ განვარჩევთ, მით უმეტეს გეშტალტში განვარჩევთ სპონტანურობას და იმპულსურობას. რატო თქვი გეშტალტში, იმიტომ რომ სპონტანურობა საერთოდ არის ძალიან ბუნებრივი და შემოქმედებითი კრეატიულობას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ეს კრეატიულობა, სპონტანურობა, იმპულსურობა სხვა რამეა. ნახეთ, სპონტანურობა არის, როცა მე მაქვს ცხადგრძნობა იმისა, რა მოდის ეხლა და მე ვაცნობიერებ, რაც ხდება ეხლა. და იმპულსურობაში საერთოდ ცნობიერება არ არის. ეს არის აღიძრა იმპულსი და მყისიერად და დაკმაყოფილდა გააზრების გარეშე. აი ეს არის განსხვავება. ის რაც მე ავხწერე გადაწყვეტილების მიღების აქტი არის გააზრებული აზროვნების შედეგად შექმნილი ცნობიერი განწყობით მოქმედებაა. და სხვა შემთხვევაში, სადაც სტიმულ-რეაქცია არის უშუალოდ, იქ გააზრებას ადგილი არ აქვს და ასე ხდება, რომ ჩვენი ნებელობა ვლინდება სწორედ აწონ-დაწონვაში და საერთოდ აი ეს ადამიანი არის მიზანშეწონილი ცოცხალი არსება, ცხოველი არის მიზანმიმართული და ადამიანი არის მიზანშეწონილი. იმიტომ რომ ჩვენ ვწონით. ის ვერ წონის, იმიტომ რომ არ აქვს აზროვნება იმ დონეზე, რაც ადამიანს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ცნობიერების, აზროვნების მახასიათებელია ცნობიერება ადამიანთან და აი ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ დავწონოთ და ყველას ჩვენ გვაქვს ღირებულებები, რაც არ უნდა გავდეს და ახლოს იყოს ჩვენი ღირებულებები ერთმანეთთან, მაინც ეს არის ძალიან ინდივიდუალური და უნიკალური თითოეული ჩვენგანის და მით უმეტეს ეს უნიკალურობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც სურვილი ან მოთხოვნილება უპირისპირდება ხშირ შემთხვევაში ღირებულებას. ან უპირისპირდება რაღაც სხვა სურვილს, რომელიც სასწორზე გვადებინებს ღირებულებებს, რომ დავწონოთ ჩვენს მიზნებთან მიმართებაში და სწორედ ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს არის, რასაც ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვახორციელებთ. როდესაც ჩვენ უკვე ვიცით, როგორ აღიძრება მოთხოვნილება, როგორ შეიძლება მოთხოვნილებები დაბრკოლდეს. სწორედ იმ გაუცნობიერებელი, იმიტომ რომ კონტაქტის წვეთის მექანიზმები არაცნობიერია. მაგრამ უზნაძე ამბობს, რომ ყველაფერი არაცნობიერი შეგვიძლია გავაცნობიეროთ და გეშტალტი ამბობს, რომ მე კონსტრუქტის, ანუ ეგოს, ესე იგი პრიორიტეტი, ადამიანის ეგოს პრიორიტეტი და მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა და უნარი გულისხმობს საკუთარ თავზე დაკვირვებას, როგორც გარე ობიექტზე და განწყობის ფსიქოლოგიაში ეს ობიექტივაციის პროცესია, როდესაც ადამიანს შეუძლია ფოკუსში მოაქციოს მისთვის საჭირო თავის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ობიექტი. მაგალითად, უფრო კარგად დააკვირდეს საგანს, რომელთანაც რაღაც დაბრკოლება აქვს და გაიაზროს რა ხდება აქ ამ დაბრკოლებასთან მიმართებით. ან შინაგანი დაბრკოლება, ახლა ჩემი მოყვანილი მაგალითი შინაგანი დილემის გადაჭრას მოითხოვდა და მაშინ მეს ობიექტივაციას უწოდებს ამას უზნაძე, ეს არის ის, რადგან სინამდვილეში არის საკუთარ თავზე დაკვირვება, აი self-ზე ობიექტივაცია და ადამიანი არის თავის უფალი ცოცხალი არსება, ნიშნავს, რომ საკუთარი თავის ფლობის უნარი გვაქვს ჩვენ თანდაყოლილი და ეს ფლობა
რომ განხორციელდეს საკუთარ თავზე დაკვირვება, ანუ საკუთარი თავის ჭრედა, საკუთარი თავისთვის ყურადღების მიპყრობა, საკუთარი თავის აღქმა, თვითრეფლექსია, რასაც ქვია. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ არ ვიყოთ იმპულსურები, ანუ ბრმად არ ვიმოქმედოთ სტიმულიდან გამომდინარე რეაქციებით, არამედ დავაპაუზოთ. შევხედოთ გარედან, ცხადად ვიგრძნოთ, გავიაზროთ. ეს მე-1000 წამებში ხდება, სხვა შორს არ არის საჭირო ამისთვის დიდი დროის გამოყოფა და სპონტანურობის პროცესი, სადაც შეიძლება ეხა ძალიან გააზრება და გაცნობიერების სიღრმეები არ არის, მაგრამ აი ეს ცხადგრძნობა, რომელიც მოდის და აი ეს მთავარი კომპასი ჩვენი, რომელიც აი შინაგანი ხმა, შინაგანი განცდები, რომელიც კანქვეშ ჩდება ჩვენში აქ და ამჟამად, როგორც მოთხოვნილების მთავარი დრაივი, დრაივი არის აი შინაგანი ენერგიის და მისწრაფების აღნიშნული სიტყვა ინგლისურ ენაზე. ხო, ეს არის რაღაცა საწვავი პირდაპირ, რომელიც როგორც ასე ვთქვათ, მანქანას ჭირდება საწვავი სამოძრაოდ, ეს დრაივი გჭირდება ჩვენ და ეს ენერგიაა, რომელიც მოთხოვნილებებს და სურვილებს ახლავს თან. ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ. როცა მე მეუბნება ჩემთან მოსული ადამიანი, რომ ვთქვათ, ვიმუშავებთ რამეზე და ახლა მჭირდება შეჯამება და აი რას გზნობთ ახლა, აი რა გინდათ, რა განცდა გაქვთ და ვთქვათ, ამბობს, რომ ეს მინდა. როგორ გრძნობთ ამ მინდას და თუ არაფერი არ არის, მაშინ ეს მინდა მარტო აქ არის. არ არის იქ ენერგია. ის მინდა დარჩება უბრალოდ იმ თავში. აი აქ უნდა ვიგრძნო მინდა. და ამან უნდა მომცეს ბიძგი. ამიტომ ცხადგრძნობა არის მთავარი. და საკუთარ სხეულთან კონტაქტი და ეს, რა თქმა უნდა, საკუთარი შეგრძნებების, სკანირების პრაქტიკით მოდის. ძალიან დამხმარეა. და თვითრეფლექსიის პროცესი არის ის, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რომ ეხლა ხო არ არის, რომ არ ვაქცევ ყურადღებას, რა მჭირდება, რა მინდა. ეხლა ხომ არ არის, რომ რაღაცა ესე იგი ინტროექტებით, კერძოდ კი რაღაცა შფოთვითი აზრებითა და სირცხვილით ვბლოკავ ჩემს მოთხოვნილებას. ეხლა ხო არ არის, რომ რაღაცებს მივაწერ იქ ვიღაცებს და ამის გამო ხო არ ვჩერდები. ანის ხო არ არის, რომ იმის მაგივრად გამოვხატო და ეს ენერგია მივმართო ჩემი მიზანსწრაფვის სამიზნისკენ მოძრაობისკენ მივმართო. ეხლა იქნება ჩემ თავზე მომართავ ამას და ჩემ თავზე მივიწერ რაღაცეებს, რასაც რეტროფლექსია აკეთებს. ან ეხლა იქნებ ყველაფერი დავასრულე ლექცია და უნდა ვიგრძნო კმაყოფილება და იქნებ რაღაც შინაგანი ხმა მაუფასურებინებს ამას. და მაშინ შინაგანი დიალოგით უნდა შევიდე მასთან კონტაქტში და აუხსნა, რომ მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და ეს უკვე საზღვრებს ცილდება კიდევ ზედმეტი მოთხოვნებისა და კიდევ უფრო მაღალი თამასის აქ დაწესება, იმიტომ რომ მე რა შემეძლო გავაკეთე. და თუ ჩემს შინაგან ცენზურას უნდა რომ მე ეს კიდევ უკეთ გავაკეთო, მე ამას გავითვალისწინებ შემდეგ ჯერზე. და ეხლა კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კმაყოფილება ვიგრძნო. რეტროფლექსია დიდი პრობლემაა. იმიტომ რომ ყველას თქვენ აუცილებლად რახან მე ასე გულითადად გთხოვეთ, რომ დააკვირდით რა მექანიზმები გაწყვეტინებთ კონტაქტებს, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მიაგენით თქვენსას და ეს არის საშუალება იმისა, რომ თქვენ დააკვირდეთ სხვა შემთხვევაში ეს რომ წამოვა და დაიძრო დააჯერო შენთას. მე როგორ აღვიქვა ვიცი? აი დავშეთ სურვილი აღიძრა და სანამ ბოლომდე მივა, ხო? იმხელა ფიზიკური წინააღმდეგობები ხდება, ფიზიკურიც, მარტო აქ კი არა, ბრძოლა, ისეთ ვაღწევ, ნამდვილად ვაღწევ, მაგრამ დაღლილი ვარ მე, უკვე აღქმა არის გვიან, ძალიან გვიან. იმ მომენტში არა, მინდა,
აი მომენტს მიხაროდეს, თავი უცნო დაკმაყოფილებლად, მაგრამ არა. იმ მომენტში არა და რაღაცა პერიოდის მერე, როცა აი თავით წნარდება გონებაც, წნარდება რაღაცა ჩემ თავთანაც უკვე მოვდივარ მაშინ რა ქვია? ჰარმონიაში. კი, იმიტომ რომ თუ კი მე რაღაცებს ჩამოვთვლი, რომ ესეც გავაკეთე, ესეც ძალიან კმაყოფილი, მაგრამ გვინა და იმ მომენტში არის მარტო დაღლა. ნახეთ რაშია საქმე. ერთ რამეს შემოგთავაზებთ, შეიძლება ამან დახმარება გაგიწევთ. ნახეთ, როდესაც თქვენ გაუმკლავდით დაბრკოლებებს, გააკეთეთ სპეციალურად, აი ახლა გადაწყვეტეთ, სპეციალური პაუზა შეგნებულად გააკეთეთ. ნახეთ, დააპაუზეთ და იგრძენით, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. იმიტომ რომ გამარჯვების სიხარული, დაბრკოლებებზე გამარჯვების, შინაგანი იქნება თუ ეს გარე დაბრკოლება, გამარჯვების სიხარულზე სასიამოვნო ცოტა რამ არის. ეს არ აქვთ ადიქციის მქონე ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ამ ბედნიერების განცდას ეძებენ სხვაგან. მაგალითად აზარტულ თამაშში მოგება არის ეს არის ნივთიერების მოხმარებით მიღებული სიამოვნება. ყველაზე დიდი სიამოვნება არის სირთულეზე გამარჯვება. უბრალოდ რაც ჩემი აზრით თქვენ ამ შემთხვევაში გიქმნით პრობლემას, ეს არის რომ თქვენ თვითონ არ აპაუზებთ, ანუ ცნობიერად არ ხდება დაპაუზება და ობიექტივაციის მოხდენა იმაზე, რომ მე გავიმარჯვე. იმიტომ რომ ეს დაღლილობა, ხო, როგორც განცდა შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში სასიამოვნო, რასაც მე გთავაზობთ და თუ ამის გაცნობიერებაზე არა ვართ ორიენტირებული შეგნებულად, ცნობიერად, მაშინ ეს დაღლილობა აუფასურებს ამას. და მაშინ ეს ეგოტიზმი, რომელიც მე ჩამოვთვალე, რომ დაკმაყოფილების მაგივრად შეიძლება პირიქით უკმაყოფილება იყოს, გესმით? აი ამ ნაჭუჭში ჩაკეტვა ხდება, იმიტომ რომ თქვენ ვეღარ ხედავთ ამ დროს, რომ თქვენ გაიმარჯვეთ. და ეს ენერგია, რომელიც თქვენ დახარჯეთ, ეს თქვენი გამარჯვების სიხარულის მომტანია. მაგრამ თუ ხო, დღეიდან თუ თქვენ გადაწყვეტავთ, რომ დააკვირდეთ, აი დამკვირვებლის როლი არის აქ მნიშვნელოვანი, მე დამკვირვებელი საკუთარ თავზე. ეს არის მთავარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს თვითრეგულაციის, საკუთარი თავის მართვის და ფლობის საშუალებას. მე დამკვირვებელი, სუჩართული უნდა გქონდეთ. და აი დღეს ამ წამს გადაწყვეტეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მე შემხვდება დაბრკოლებები, მიეცით თქვენ თავს პირობა და ვნახოთ როგორ იმუშავებს. და მე დავასრულებ ამ ბრძოლას, მე გავაკეთებ პაუზას და ვეცდები ვიგრძნო, დავაფასო და ვიგრძნო გამარჯვების სიხარული. ეს არის სხვა შორის მადლიერების განცდასთან დაკავშირებული. ჩვენ ისე ვაუფასურებთ ბევრ რამეს და ამ დროს თუ კი ჩვენ მოვემართებით იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დავაფასოთ, ნიშნავს მადლიერება ვიგრძნოთ იმისა, რაც ხდება მოცემულ მომენტში, აღმოჩნდა, რომ მადლიერების გრძნობა პირდაპირ პროპორციულად არის ბედნიერების განცდასთან დაკავშირებული. და ეს რა მაგალითიც თქვენ პირადად თქვენს რეალობაზე მოიტანეთ, მადლობთ ამისთვის, რომ თქვენ კონკრეტულ პირად მაგალითზე ჩვენ მოგვეცა საშუალება დავინახოთ, როგორ შეგვიძლია შევუწყოთ ჩვენ თავს ხელი. სპონტანურობა ყველა არ ვახსენებთ. როგორ არის კიდე აი იმას რასაც ამბობდით თქვენ, რომ აწონდაწონვა რომ მიდის ა ვარიანტი, ბ ვარიანტი, კი. მე თავდაცვის ჩემ საკუთარ თავზე ვამბობ მიზნით, აი თითქოს სადღაც იცით რანაირი ის სპონტანურობაში ჩემი არხით თავგადასავალი სადღაც. აი ხო არ ძალიან სერიოზულად აზროვნ, ახლა ესე ვქნა თუ ესე ვქნა. ესე კარგი იქნება თუ ესე კარგი იქნება, საერთოდ ამოვიდეს უსვა ხას, რაღაც სპონტანური, რაღაც არც იცი იქ რა მოხდება, მაგრამ ეშვები თავგადასავალში. აი ესეთი რაღაცაც აღმოვაჩინე რომ ჭირს. ოღონდ წარმოიდგინეთ ისიც მღრის, აი იმაზე ფიქრი, ასე ისე და იმდენად მღრის, რომ მე რჩევდები და ვირჩევ საერთოდ მესამე გზას, სადაც საერთოდ ვერ ხედავ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ აზარტი სადამდე შეიძლება აი ამ
სპონტანურმა გადაწყვეტილებამ მიყვანოს, აი ამასაც შეიძლება წავ. ჩემთვის, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის საკუთარი თავის ნდობა, საკუთარ შინაგან მისწრაფებას მიყვეთ, რომელიც აქ და ამ მომენტში დაიბადა, როგორც სპონტანური ალტერნატივა იმ ტვინის ჭყლეტის ზუსტად ეგ მინდა ვთქვა, რომ ტვინის ჭყლეტა არის ნევროტიზაცია. არ გინდათ ეს ამბები, თქვენ რასაც ამბობთ, თქვენ პირდაპირ ბუნებრივად უსმენთ, როგორც ჩანს თქვენ განცდებს და სადაც მოდის ის ცხადგზნობა, როგორც მთავარი კომპასი იმას მიყვებით. ჩვენ არ შეგვიძლია მომავლის გათვლა. ჩვენ შეგვიძლია საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება. მოვიდე აქ თუ გადავტრიალდე და დავიწყო დასვენება, გესმით, აქ მარტივია შედეგების განჭრეტა, რომ თუ აქ მოვდივარ მე ჩემს სიტყვას ვასრულებ და ვახორციელებ იმას, რაც შეთანხმება მქონდა და თუ ამას უგულებელ ვყოფ, უპასუხისმგებლოდ ჩემს ასე ვთქვათ, სიტუაციურ მოთხოვნილებას იმპულსურად ვიკმაყოფილებ. ეგ არ არის ჩემი ღირებულება. არ წავალ მე მაგაზე. შეიძლება გაჩნდეს ახლა თეა გადატრიალდი და დაიძინე, დაისვენე. არ ვიცი, არა მგონია, მაგრამ ისე თეორიულად ვამბობ, მაგრამ ვერ წავყვები მე მაგას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ღირებული. სხვა შორის, აი მე მქონია, არ მახსოვს, გადაცემაში ვეყავი, რომელიღაც ძალიან კაი წამყვანი იყო და მეკითხებოდა, ხო, რუსთავი 2-ზე იყო ეს გადაცემა და მეუბნებოდა, რომ ზოგჯერ ხო არისო, რომ ეს ღირებულება მინდა არისო და როგორ არა? ძალიან ხშირად ღირებულებები სურვილებთან თანხვედრაშია და ეგ არის შინაგანი ჰარმონია. როცა გრძნობ იმას. რა დამღლიდა ახლა მე აქ მოსვლამდე, მიუხედავად რომ დილის 8 საათიდან მართლა ძალიან ინტენსიური დღე მქონდა. მაგრამ მე მინდოდა აქ მოსვლა და ჩემთვის ეს ღირებულია, რასაც ვაკეთებ და ამიტომ ეს მინდა არის, ეს ჩემი მოთხოვნილება, ჩემი სურვილია, მოთხოვნილება მაინც უფრო მოთხოვნილება.